თუ სულ უნდა ვიტანჯო, მაშინ რისთვის? და ზოგიერთისთვის ეგ შეიძლება მოსაწონი იმიტომ არ არის, რომ მაგ კითხვაზე პასუხი არ უნდა რომ გაიგოს საერთოდ და ურჩევნია რომ სტაბილურად შეიძლება იყოს. რაღაც ხალხს მოლოდინი აქვს, რომ შენ ჩვენთვის აკეთებ რა და არ მინდა რომ თქვენთვის ვაკეთებდე, მართლა ჩემი თავისთვის მინდა რომ ვაკეთებდე. გეუბნები რომ შენ არ გჭირდება 6 დღე იარო, შენ არ გჭირდება რომ კვირაში 7 დღე 4-ვე კვება ჯანსაღი გქონდეს. მიწერე რა 30 წლის ასაკში მინდა რომ მყავდეს ცოლ-შვილი, მქონდეს სტაბილური სამსახური, მინდა რომ ქალაქგარეთ გავიდე. არ გაჩერებისკენ მიყავხარ და გაძლევს ჟინს, რომ აი ბოლომდე მიხვიდე. მაგრამ ეხლა ძალიან სრულყოფილი ვარ რა. ეხლა რა უყურებ, ყურებლისთვის ძალიან სრულყოფილი ადამიანი ვარ და არ ვარ სრულყოფილი ადამიანი, რომ ვცდილობ რომ სრულყოფილად მოყვე რაღაცეები რა. 12 ივლის პირველი პოდკასტი ჩავწერე და 11-ში მქონდა მოწერილი რომ მინდოდა რომ აი 10 პოდკასტის მერე მოგიწვევდი და ეს არის მე-12. და ესეც მიზნის მიღწევასთან ჩემთვის ძალიან ესე ახლოს მისვლა არის რა, მაგრამ შენი აქ მოსვლის ჩემთვის მიზანი იყო რომ კაკო კი არ მენახებინა ხალხისთვის, არამედ ნიკა კაკოშვილი, რომელმაც აი კაკოიშვილი ხარი რა, ხო კაკოიშვილი, რომელმაც კარიერულ YouTube-ზე მაქვს საუბარი, პირად თუ ფიზიკურ ჭრილში მიზანს ნელ-ნელა თავისი შეხედულებებით მიაღწია რა. იმიტომ რომ თუნდაც YouTube-იდან წამოხვედი იქიდან, მერე დაიწყე და იქაც თავიდან ისევ მიხვედი იმ დონემდე, რომ ყველა გიცნობს. ურთიერთობაშიც ნუ ეგ შეგვიძლია ჩავშალოთ როგორც შენ ჩათვლის სწორად და რომ მოგწერე მაშინ ფიზიკურ ნაწილში საერთოდ არ მქონდა შეხება. იმიტომ რომ მაშინ ზაფხული იყო და ძალიან ღიპით დარბოდი. მაგრამ ეხა უკვე ყველა მიცის რომ შენ ძალიან ახლოს ხარ იმასთან რაც გინდოდა რა. და დღევანდელი ჩემი პოდკასტის მთავარი თემა იქნება ეს მიზნის მიღწევა რა და იმიტომ ისეთი ადამიანის მოყვანა მინდოდა ვინც საზოგადოებისთვის მიზნის მიღწევასთან ასოცირებული არის რა. შეიძლება ბევრისთვის შევიფერებე. მაგარი ტიპი ვარ. აუ საღოლ კაკოტო, იმენო ყოფილა. აუ საღოლ კაკოტო, იმენა შეიძლება ბევრისთვის სხვა ტიპიც იყოს, მაგრამ ამ მომენტში საქმით ვინც აჩვენა დღეს ყველაზე კარგად, ყავს კაკო რა საქართველოში. და მე მაინტერესებს პირველი კითხვა იდეაში, მაშინ შემოვიფარგლები უშუალოდ რა არის, რაც აქ, ანუ აი ბოლომდე მიგიყვანს რა, იქ არ გაჩერებას პირდაპირ საქართველოს ბანკი როგორც გვეუბნება, არ გაჩერებისკენ მიყავხარ და გაძლევს ჟინს, რომ აი ბოლომდე მიხვიდე რა. ვცდილობ რომ ეს ფილოსოფიური არ ვიყო და ძალიან უშუალო ვიყო რა. ალბათ მგონია რომ ერთფერო მოწყენლობის შიშია ყველაზე მეტად რა. იმის რომ და იმის შიში რომ რაღაც მომენტში მთელი ცხოვრება ბავშვობაში მთელი ცხოვრება მეკონა რომ მე ის ვარ ვინც ვარ რა. ანუ ჩემ მქონდა ძალიან ფიქსირებული მაინდსეტი რა. თუ რაღაცას მათემატიკა მაგრად გამოდიოდა და მაგარი ვარ, რუსული ცუდად გამოდის და არ ვისწავლი, მოდი და მეშინოდა მაგის შეჩეხების რა. და მე რო გავიზარდე რაღაც მომენტში და რაღაც ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე, YouTube-ს ძალიან აქტიურად უსმენდი, ფსიქოლოგია, რაღაცა პრობლემები შემექნა შემდეგ. აღმოაჩინე რომ გადატრიალება მოხდა ჩემ თავში, რომ თურმე ოდნავ უკეთესი შემიძლია რაღაცებში ვიყო და ეხა მაგ ალბათ ყველაზე დიდი დრაივი რაც მაქვს ისაა რომ იმის შიში რომ ჩემ პოტენციალს არ მივაგნო, რომელიც სუ არის, სუ იცვლება რა. იმიტომ რომ რავი, წარმოუდგენელია რომ შენ ეს სიტყვები მე როცა YouTube-ს ვიწყებდი ეს სიტყვები ვინმესგან მომესმინა. და შეიძლება 1 წლის მერე წარმოუდგენელი იყოს კიდე სხვა სიტყვები მოვისმინო ან რაღაც რა. მაგრამ ეგ მარტო ვალიდაციის გამო კი არა, ჩემ თავთან იმდენად ყოფილი და ჰარმონიაში ვხდები ამით, რომ ეგ შეგრძნება საბოლოოდ არ მაჩერებს. ანუ ავტომატურად გადასული ვარ იმ ფლოუში, რომ ანუ შემზღუდავი მექანიზმები არ მაქვს და შემიძლია რაღაცეები ვცადო, თუნდაც რაღაცეები რაღაც სულელი გამოჩნდე რაღაც სიტუაციებში, მაგრამ ბევრ რაღაცას ვისწავლი, დავაკვირდები და მე მივახცევ იმ დონეს, რომ სრულად ჰარმონიაში ვიქნები ჩემ თავთან რა. და ეგ შეიძლება სხეულებრივ დონეზე განვავრცელოთ, შეიძლება მენტალურ დონეზე, შეიძლება კონტენტის კეთების დონეზე. ანუ ეგ კონტენტის კეთების დონეზე არ მინდა რომ ისეთ
ისეთ რაღაცაში გადავიჭრა, რომ აი რაღაცა დიჟბი ძალიან პოპულარული გავხდე და რაღაცები გავაკეთო, თუ შინაგანად შემაწუხებს და ეგეთი რაღაცები უკვე გამიკეთებია აქამდეც ეხლაც რა. ანუ გამიაზრებია, რომ ეს აქ ჩემ თავს მოვატყუე, ესეთი ტიპი არ ვარ რაღაც მომენტში. და მოდი რა, არ გინდა რა, ცოტა ნაკლები ლაიქი აიღე და რაღაცები გააკეთე და ეგ დაკვირვება, გაკეთება და ჩემი თავის აი როგორ გითხრა, აი გამოთლა, როგორც სხეულზე თლი რაღაცნაირად გინდა რომ აი გაქვს ხიმი და ნელა უნდა გამოთალო, ეგრე რაღაცა ვარ, შინაგანად რაღაცა ვარ, საზოგადოებამ, გარემომ, სტრესმა, ნეგატივმა რაღაცებმა მომაწება რაღაცეები და ეხლა უნდა გამოვთალო რა ვარ ბოლო-ბოლო და რა მაყვარებს ჩემ თავს რა და ეგ არ მაჩერებს საბოლოოდ. ბევრი ისეთი რაღაც თქვი, რაზეც მე ცოტა ADHD ვარ, აქეთ-იქით დავდავარ ხოლმე და იმედია წყობრა ჩამოყალიბე ეს თქმა. არა პრობლემა. ჩვენ იდეაში ეს უფრო დიალოგის ტიპის პოდკასტი მინდა რომ იყოს რა და ბევრი რაღაც ისეთ თქვი, რაზეც მინდა რომ ჩაგეძიო. მაგრამ ვეცდები რომ ჯერ ამ იმას მიყვერა რომ აი ბიზნეს მიღწევის ნაწილს რა სხვათა შორის მაღაზე მეც შემიძლია იგივე ვთქვა რომ აი 5 წლის წინ მაგალითად მე მენეჯმენტში რო ვიყავი გაწეული მქონდა რომ ეს უნდა ვქნა ვიცოდი რომ სახლი უნდა მეყიდა და ცოლ-შვილი უნდა მყოლო და რაღაც დღეს იმაზე ნაკლები ვიცი რას გავაკეთებ მომავალში რა ეგ გინდა ეგ რაც გეწერა გინდა ალბათ მომავლის ჭრილში შეიძლება მინდოდეს მაგრამ ამ მონაცემებით ესე გაწერილად არ მაქვს რა რო წამოვედი სამსახურიდან წინა წელს მოკლედ ეგ იყო ჩემთვის ყველაზე დიდი არ ვიცი ნაბიჯი იმიტომ რომ კრეატიულობაში უფრო მინდოდა რომ შევსულიყავი რა 3 წლის წინ ძალიან დავინტერესდი გადაღებით და რაღაცეებით მაგრამ 5 წლის წინ წარმოდგენა არ მქონდა რომ შეიძლება YouTube-ში რამე მეკეთებინა იმიტომ რომ არასტაბილური გარემო ჩემთვის ძალიან საშიში იყო რა კი მე მაგრა გავართ ერთმანეთს მაგით იმიტომ რომ რაღაც ეს აღმოჩენა რომ დავიწყე თუნდაც აი გეგმების შესრულების რაღაცა თხიურის წერის და რაღაცების აღმოჩენა რომ დავიწყე რაღაც վել ჩანაწერს მივაგენი ყველაზე მეტად რომ მიჭირდა 26 წლის რო ვიყავი მიწერია 30 წლის ასაკში მინდა რომ მყავდეს ცოლ-შვილი მქონდეს სტაბილური სამსახური მინდა რომ ქალაქგარეთ გავიდე რაღაცა კვირაში ერთხელ და დავისვენო რაღაც მეგობრები აი ეგეთი რაღაცები მიწერია იმიტომ რომ მაშინაც არ მქონდა გაცნობიერებული, მე რა მინდოდა რაღაც საზოგადოებრივი სტანდარტების მიხედვით მოქმედებდი და აი საერთოდ სხვანაირი ვიყავი რა, ანუ საზოგადოების შეფასებაზე ვიყავი მეტნაკლებად დამოკიდებული და მე რაღაცა ისეთი რაღაცები მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ყოველთვის არ ვაზიარებ, დაიწყო ეგ რღვევები რა, რომ აი რაღაც რატო მინდოდა ეს, რატო ფიქრობდი ამას და ეგ ძალიან მაგარია სინამდვილეში, რაც უფრო ტკივნეულად ეჯახები იმას როგორი კონტრასტული იყავი მით უფრო მეტად გაგათავისუფლებს იმიტომ რომ ჩემთვის ეხლა მაგ მდგომარეობაში ცოტათი სულელი ვიყავი იმიტომ რომ გაუაზრებლად ვაკეთებდი რაღაცას და ეხლა რა არის ის მჯერა არის შანსი მიუხედავად იმისა რომ ბევრად ჩემთან არის შანსი რომ მომავლისთვის ცოტა სულელი ვიყო რაღაც მომენტში რა მაგრამ ეგეც მათავისუფლებს რომ გადაწყვეტილება მივიღო იმიტომ რომ რაღაც აღარ მჭირდება ვიღაცამ შემაფასოს რომ რამდენი ჭკვიანურიან სულელური გადაწყვეტილება მივიღე. ხო და მაგაში ვეთანხმებით ერთმანეთს რომ იმდენად რაღაცა ეს ირგვლივ ჩარჩოებში გაქცევს და რაღაცა რომ ჩემი რაღაც ვიდეოებში თვითგან მოხატვის ფორმა მაგის წინააღმდეგ მინდი გაბრძოლება ხოლმე რაღაც კონკრეტულ მომენტში აი ესე თუ შეხედო მოდი ესე შეხედე რა რაღაც ეგეთი მენტალობა მაქვს ხოლმე და მაგას ვახსენებ ჩემ თავს რა ეგ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სასიამოვნო მომენტია ხოლმე ჩემთვისაც რა უყურებ რომ ვიდეოში შეიძლება იმ მომენტში რასაც აკეთებ ის ისეთ რაღაცას დააკავშირო რა ცხოვრებაში ყოველდღიურად ხდება რა და ზოგიერთისთვის ეგ შეიძლება მოსაწონი იმიტომ არ არის რომ მაგ კითხვაზე პასუხი არ უნდა რომ გაიგოს საერთოდ და ურჩევნია რომ სტაბილურად შეიძლება იყოს რა მეც ეს რო დავიწყე ყველაზე არაკომფორტული ჩემთვის რაც იყო ეს კამერასთან მუშაობა ერთი მეორე ისეთ ხალხთან კომუნიკაცია ვისი შესაძლოა თუნდაც სოდნით შეიძლება არ ყოფილიყავი ძალიან ისე არაკომფორტულად მაგზნობინება თავს რომ პირველი კითხვა რაც ჩემზე განათლებულმა სამეგობრომ დამისვა რამდენად გაუქაჩავ რა და მაგასთან ვერ გაიქცევი. ანუ შენ რაც არ უნდა დააჯდეთ და ჭკვიანურად და ლოგიკურად ასახო რომ მე მაგარი ტიპი ვარ. ანუ მე კი ბატონო ამას გავილი და ლოგიკურად შეხედო რა. კი ბატონო ეხლა ვარ და ეხლა დავიწყებ და პირველ გამოცდილებას მივიღებ, მეორე გამოცდილებას და ის ოკეია. ანუ ლოგიკურად ყველაფერი დაალაგებული ვქ, მაგრამ აი გამოცდილებაში მე იმდენად იჭედები და იძაბები, რომ ეგ უნდა გაიარო უეჭველი რა და ზუსტად ეგ რომ
ეგ გავლას გამბედაობა მოგცეს და მაინც გააგზელო, ეგ არის ყველაზე დიდი კმაყოფილება ალბათ რა. იმიტომ რომ მაინც რო გადახედავ რეტროსპექტივაში, მე ხვდები რომ ხო ეს გამოცდილება უნდა მაგას გეუბნებოდ კრეატორზეც რომ ეხა რო შედარებით მე-7 ეპიზოდში შედარებით თავისუფლად ვარ და უფრო თავისუფლად გამოხატავ იმ აზრებს, ისე თქმაც მინდა და უფრო კომფორტულად და უფრო ჩემ თავთან ჰარმონიაში ვარ და მარტო ის არ ვარ ისე რომ თქვა რომ შენ ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა ინტრო უნდა გაითვალისწინო რაღაცეები და უფრო ეგეც შემიძლია ვთქვა და თან თავისუფალიც ვიყო, ეგ იმის გამოსახულება რომ 7 ჯერ მივედი და გამოცადე სიტუაცია და კიდე ერთხელ აღმოაჩინე რომ აქ სახში არაფერი არ არის და მე ჩემი თავის თავიდან როგორ ხალხმა როგორ სხვანაირად მიიღო რომ კაკო ეგ გონათ რომ აი ძალიან კაკო ხო, და ანუ მე კაკო იქნებოდა რა. და არა და რეალურად ვარ, ანუ ეგეთი, ანუ ეგ როგორ გითხრა, შინაარსობრივად ეგეთი ვარ ხოლმე რა, ანუ არ ვარ ძალიან ზედაპირული ტიპი, შინაარსობრივად ვარ ხოლმე ეგეთი. უბრალოდ გამოხატვის ფორმაში იქ იმ გარემოში ეგრე წაიღო და მე მივხვდი კი არა და ანუ არაც არ მომწონდა რა და მე სწავლობ პოდკასტშიც მათ შორის რა, ეხლა მე-5 პოდკასტში რო ვარ მოსული, უფრო კომფორტულად ვარ ვიდრე პირველ პოდკასტში და ანუ შეიძლება კონტენტი არ შეიცვალოს, ანუ ჩემი ნათქვამები არ შეიცვალოს, მაგრამ ცოტათი შეიცვალოს, იმიტომ რომ შეიძლება უფრო დაძაბული ვიყო, ან რაღაცა უფრო ის რა ქვია, power versus force რო არის რა, უფრო ესე ვიყო და არა ისე რა, flow-ში რა, მაგრამ ეგეც გამოცდილება, ანუ ყველა ვარიანტში გასავალია რაღაცეები რა, და რაც უფრო მტკივნეულად გავილი მით უფრო თუ სწორად დააკვირდებით თან, მით უფრო მაგარი, ანუ ნებისმიერ, ანუ როგორც ეხა ეს ჩემი კუნთი სწავლობს ვარჯიშის რაღაც უნარებს და როგორც თავიდან ძალიან სრულელი ვიყავი, ვიღაცას რო შემოეხედა ნებისმიერ 10-15 წლიანი გამოცდილების ბოდიბილდერს, რომ ამ კონტენტ კრეატორებმა ხო ტვინი გაბურღეს რა დაიწყეს რა და ეხა სრულელი ვარ ბევრისთვის რა. იმ კუთხით რომ აი რაღაცა ის თავისი პროფესიონალიზმით უყურებს თითქოს და უცებ ეს რაღაცებს აი მას რა ქვია, აჯიმანეს დროს ეს ფეხები, ანუ შეიძლება ცოტა გაწეული მქონდეს ან შემოწეული და რაღაცა იმ ზომით არა, მაგრამ ჩემთვის ის არის რომ მე ვითარდები, ვიზრდები, თუ შეცდომა დავუშვი, დავაკვირდები და ფეხებს ვკიდი იმ ტიპის აზრი, რომელიც ანუ მანდაც მნიშვნელოვანია ეგ განსაზღვრო რა, თუ ტიპი რაღაცა ხვდები რა თავისი ეგოს მოსაფხანად რაღაც შენიშვნას გაზდოს ფეხებს ვკიდია, მაგრამ თუ ტიპი რაღაც მართლა უნდა რომ დაგეხმაროს, მივიღებ რა. და აი მაგალითად კრეატორში რა იგივე რა, კრეატორში ეგ რო ძალიან ის ვართ რა ქვია, კრიტიკულები თუნდაც და ის უნდა გააკეთო ეს, იმიტომ ხდება რომ იმ ადამიანებმა გადაწყვიტეს რომ ჩვენ ფორმატში შემოვიდნენ, გადაწყვიტეს მიიღეს ჩვენი წესები და მოვიდნენ რა. და მე არასდროს არ ვიქნები ახლა ვიღაცასთან არ მივალ და არ ვიტყვი რომ შენ ესე უნდა გააკეთო ძმო ესე, იმიტომ რომ ვინ გეკითხება ძმო, ანუ ვინ გეკითხება და ეგ ფორმატის შეთანხმება მნიშვნელოვანია და ეგ არ მომწონს ხოლმე რომ ვიღაცები აი ძალიან ჯაჯავენ სხვა ადამიანებს ისე როცა არავინ არ ეკითხება და მაგის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანია რომ თუ მეკითხები მოვალ, თუ არ მეკითხები რა ვიცი, ანუ შენ მოვიდე და შენ კითხვა დაგისვა, შენ როგორი პასუხს არ უნდა ქონდეს კრიტიკული, უნდა მივიღო, იმიტომ რომ ჩემი ნებით მოვედი რა და პროსტა რომ მეუბნები ხო, ანუ რო დავიწყე ესეც მაშინაც ეგრე იყო რა, ზოგიერთი ძალიან პროფესიონალებმა ისეთი კომენტარი დამიწერეს რომ მაგრამ ეწყინა, იმიტომ რომ იმათგან ვიღებდი ხოლმე გამოცდილებას იდეაში ფიტნესის სფეროში რა. ანუ ცუდი არ არის კომენტარი, მაგრამ მანდას ეთყობა ხოლმე მაგას მგონები რომ აი TikTok-ი ვერ დაამოღამა და Instagram-ი ვერ დაამოღამა და აკომპლექსებს ეგა და ვერ ეგუება ამ გარემოს და ერთადერთი გზა რომ თავისი უბადრუკობა გაამართლოს ის არის რომ ნეგატიური კომენტარი გაავრცელოს დამწყებზე, რომელიც ბევრად ნაკლებია პროფესიონალურად თუნდაც, მაგრამ ეგრო ცოტა წინ წაიწევს რა. ეგრო არის და მაგას რო ხვდები, არ მიიღებ მაგ კომენტარს. მაგრამ კომენტარი როცა არის რომ რაღაც გულწრფელი რჩევა, თუნდაც თუ კრიტიკა ჯობია მაინც რომ პერსონალური იყოს და პირადში იყოს ვიდრე საჯაროდ, იმიტომ რომ იმ საჯაროებას მე ნეგატივის გავრცელება შეიძლება მოყვეს. ეგრე რო არის, მაშინ ხვდები რა და ეგრე არის ყველაფერში რა, თუ გეკითხებიან, უპასუხე, ან თუ რაღაც ხო, ეგეც ერთ-ერთი ჩემი ის არის რომ და მაგიტო რაღაც ვიღაცები რომ მიწერენ თუნდაც კრეატორში რომ აი რაღაცა რატო გინდა შენ თარგზე მოჭრა და რაღაცები, ანუ ეგ არის ფორმატი, მე ეგრე ვგრძნობ და მაგას ვეუბნები. თუ ის ადამიანი ამის წინააღმდეგია, ან არ მოწონს ესეთი წესები, მაშინ არ უნდა მოსულიყო ამ პროექტში. რაღაცა ეგრე ლაგდება რა. იზიაში ხო რა, მაშინაც ეხაც რომ მკითხე რომ გრამდენად გეწყინა არ გეწყინაო, მე ანუ რომ მოდიხარ იცი რომ ან გახვალ ან არ გახვალ რა, მთავარია რომ გამოცდილება მიიღე. მე ერთი ის ამოწესა ცოტა
უგულოა რა. ხო. აი მაგას ვაკვირდები. ხო, უგულოა. მაგრამ და იცი, ეგ როგორ იმიტომ რომ შეიძლება? ეგ არ არის ჩემი კომფორტული კი არა და ჩემი ის თავისუფალი გარემო თუ რაღაცა, ანუ რატო იცი, ანუ და მაგაზე მეფიქრება რა, ანუ იმიტომ რომ რაღაც ჟიური ვარ თითქოს ამ როლს ბოლომდე ვირგებ და თითქოს უსულო ხდები და ეგ არ მისწორდება და აი მაგას ვცდილობ რომ როგორ ანდაც კომფორტული ვიყო რა. გააჩნია რა როგორ შეხედავ რა. მაგუგულობით სამაგეროდ ზუსტად იმ მაქსიმალურად იმას ურტყავ ფიდბექს, როგორც უნდა წესით უნდა მიიღოს ტიპმა რა. აი გულიანობის მომენტში მე ვცდილობ ხოლმე რომ ისე მიაწოდო ინფორმაცია რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს და ტიპსაც გააჩნია რა. მე მირჩევნია ხოლმე რომ პირდაპირ მაზოლზე დამაჭირონ, იმიტომ რომ თუ მისახვედრია მაგით მივხვდები უეჭველი და სხვა ესე ლაითად იმით რომ თან კარგი ბიჭი ხარ და თან შენიშნავს რომ გაძლევენ, კარგი ბიჭი რა ხან თქვა, შეიძლება ყურადღება არ მივაქციო. ხო, მანდ სხვა ფორმა არის შესარჩევი რა. კი. ჩემი აზრით რომ ანუ შინაარსი არ დაკარგო, მაგრამ ფორმა შეინარჩუნა რა. ეგ რა თქმა უნდა რაღაც დონემდე უნდა ის იყოს რა. მაშინ იცი რა მაინტერესებს, შენ თქვი რომ 26 წლის ასაკში ვაფშე სხვანაირი ტიპი ვიყავიო რა. და მაინტერესებს რაღაც პერსპექტივით რომ გადავიდეთ წარსულში, რა არის ის რაღაცა, რაც შეიძლება არ შეცვლილა, მაგრამ არ უნდა შეცვლილიყო რა. ანუ კაკოს ის ტიპაჟი, რომელიც საერთოდ განსხვავდება დღევანდელი კაკოსგან, რომლითაც შენ იმ ტიპაჟით ამ გადმოსახედით ბოლომდე არ ამაყოფ რა, მაგრამ რაღაც დარჩა, რომელმაც შექმნა დღევანდელი კაკო რა. მე ხა ჩემი თავი, ჩემი იუმორის გზნობა, ან ჩემი შეხედვი სიტუაციური რაღაც მომენტები ყოველთვის ეგრე იყო რა. უბრალოდ ეს დაძაბულობა და ეს ჩარჩო და რაღაცა ეს რო თან არასწორია, ეგ იმდენად მოქმედება ჩემზე, რომ მაგის თვითგამოხატვების საშუალება არ მქონდა რა. ამიტომ მე არ მგონია რომ ეგრე რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს, შენ სულ ხარ ეგეთი. უბრალოდ დაკარგული გაქვს შენი თავი და შეიძლება ართელი ცხოვრება არ იცოდე რომ შენი თავი საპონელი ყავს რა. იმდენად სტრესში, რაღაცა ჩარჩოებში, რაღაცა აბსურდულ მორალში, ან შეიძლება რელიგიურ დოგმაში ძალიან ბევრ რაღაცაში იმდენად ცხოვრობდე, რომ საერთოდ რაღაცა შენი თავი არ იცოდე, არ იცნობდე როგორი ხარ რა. მაგრამ რეალურად მე მგონია რომ აი ეს ჩემი ის გააზრება რაღაც მომენტში დაფიქრება, ფიქრის გაფიქრება, ოღონდ ახლა გაფიქრება რომ რაღაცა არასწორია ამ სიტუაციაში და რაღაცა ვერ მუშაობს ისე როგორც არის, მაგრამ მაგის პასუხის ვერ პოვნა, მე ის არის რაც არ ვიცოდი მაშინაც რა. მაგრამ მაგის კითხვის დასმა მაშინაც მქონდა ყოველთვის. უბრალოდ მეგონა რომ მე ვიყავი არასწორი და არა ჩემ გარშემოყოფები და მე გავიაზრე რომ მე შემიძლია ვიყოს სწორი და უბრალოდ სხვა პერსპექტივა მქონდეს და უბრალოდ უფრო ჩემი აზრი და ჩემი გადმოსახედით უფრო ჯანსაღი პერსპექტივა მქონდეს ჩემი თავისთვის ვიდრე სხვა ადამიანებს კონკრეტულად რომელსაც თავს ვაწონებდი რაღაც კონკრეტული ქსევებით რა. არ რაღაცაში მაგრად ვერ მთხოვით რა და ეგ თითქოს ძალიან სასიამოვნოც არის და მე მგონია რომ ეგ უნივერსალურია რაღაც მომენტში თუ ლოგიკურად მიუდგები ის საკითხებს უნივერსალურია უბრალოდ მგონია რომ გონება უნდა გახსნა მაგისთვის. ან შეიძლება ძალიან გავრეკეთ და სხვანაირად მგონია რომ ეგ არის რა უნივერსალურია რა. თუ კარგად დაფიქრდები, თუ რაღაცა შეეხები, თუ პრობლემები გექნება, თუ მენტალური გამოწვევები გექნება და რაღაცებს გაფილტრავ, რაც არ მუშაობდა და მე მოიშურე ყველაფერს, მგონია რომ ეგ არის უნივერსალური, რომელიც მე შენ თავის პონის გზაზეა და მაგიტო მგონია რომ მე ზუსტად მაგ იდეაზე ვარ ეხლა და მაგაზე ვმუშაობ რა. ეხლა მეც ჩემს ახლო წრეში ხალხისთვის ვარ ის ტიპი, რომელსაც არაფერს არ ცხვენია, ყველაფერს იზავს და რაღაცა სინამდვილეში როცა საქმეს ეხება საქმე მაგ დროს ძალიან სერიოზული ვარ და ვიცი რომ აი პოდკასტს რო ეხება ეს ბრენდინგში ესე უნდა იყოს და მაგ დროს ლაზღანდარაობა ჩემ ანუ გამოდის რა გიორგი რო შედის ვიდეოს ედიტინგში ან რაღაცაში ვაფშე სხვა ტიპი ვარ მაგრამ როცა ვიღებ ან კამერას მიღებ ან სამეგობროში ანუ გავდივარ სადღაც კოტეჯში რომ გემრიელად ვიქეიფოთ ხო მაგ დროს გიორგი ვაფშე სხვა ტიპი არის იმიტომ რომ მაგ დროს შენ უნდა იციკო უნდა ითამაშო უნდა ილაპარაკოთ შენიშნოს თუ მის ანუ მე ვარ ხოლმე ის ტიპი ვიზეცაც რამე შეცდომას რო დაუშვებენ არ წერენ ხოლმე ჩატში იმიტომ რომ გიორგი ძალიან ცუდად გვეტყვის დაგვჯაჯავს მოკლედ რო ვთქოთ რა იმიტომ რომ შეცდომას რო დაუშვებს ყველაზე ეს უხეშად მე ვეუბნები ხოლმე რა მაგრამ იდეაში ეგრე ვიპოვე ჩემი თავი რომ თუ საქმეს შვები საქმე უნდა ქნა მაგრამ საქმის გარდა შენ რა ტიპიც ხარ ის უნდა იყო რა და ეგ ორი ერთმანეთისგან ცოტა ისეთი რაღაცა არის და აი 5 წლის წინ ძალიან გაწერილად ვიყავი და ეგ იყო გაწერილა და
ეგეც რა რომ მოლოდინი აქვს რომ იქ იმ სიტუაციაში ეგრე თუ ხარ ამ სიტუაციაში ეგრე რა ხარ მაშინ აფეიკებ და რეალობაში ზუსტად ფეიკობა ისე რომ სულ ყველა სიტუაციაში და როგორ შეიძლება რომ დედა შენთანაც იგივე სიტუაციაში იყო როგორ შენ საყვარელ ადამიანთან ანუ შანსი არ არის იქ სხვანაირი მენტალობით შედიხარ ანუ ის რაღაც ხასიათის ძირითადი თვისება გრჩება მაგრამ შეუძლებელია რომ მართლა სცენაზე ავარდნოს დროს იგივე სიტუაციაში იყო როგორც კრეატორის შეფასების დროს იმიტომ რომ ის კონკრეტულ როლი გაქვს იმ როლში ხარ უბრალოდ თავარი რომ შენი პოვო შენი ჰარმონია მაგ როლში ეგ ფორმატი დაამოყავო და შენი პოვო და მე არ კონდეს თავის სამართლებელი რომ არა ძმაო მე ისეთი ვარ რა და ეგ რაღაცა ხალხისთვის რაღაცნაირად არის რომ ის ტიპი არის ნახდათ არ არის ეს ტიპი ეგ რაღაც უცნაურია მაგრამ სიმდლეში ზუსტად ეგ არის ამბავი რომ ყველ ნებისმიერ სიტუაციაში სურვილები გვაქვს ყველა სიტუაციაში ახლა ჩვენ მე პირველი მეორე შეხვედრა არ მესამე შეხვედრა გვაქვს მაგრამ ახლოს ხო არ ვიცნობთ ერთმანეთთან და ჩვენ ლაპარაკის მანერა ახლა შეჩემათი არ იწება ხო და შეიძლება მერვე შეხვედრაზე ეგრე იყოს რა და ეხლაც რო დავჯექით ამ აეხლა რო ლაპარაკობთ რა ჩვენ გაუცნობიერებლად ხო ვიცით რომ ჩვენ მაყურებლები გვისმენენ და რაღაცები ოდნავ სწორად უნდა ვთქვათ რა და ეგ ამ როლში ვართ შემოსულები და მაგას ყვები თავარია რომ ეგ როლი რადიკალურად არ აცდეს იმ შემფასებლებას რაც არის და ტყუილები არის ლაპარაკო იმიტომ რომ თავი მოაწონო რა და უბრალოდ ეს ფორმატი გაითვალისწინო და მე შევერო ამ ფორმატში რა. კი, ანუ კრეატორის დროს შენ რო სხვა კაკო იქნებოდა, ეხა სხვა კაკო ეგ იდეაში, ანუ ყველა საჭირო დროს სხვადასხვანაირი ტიპი რო ხარ, ეგ პიროვნებას მოყვება რა თავისით. რახან წარსულზე გადავედი, მომავალზეც გადავალ და მე ჩავშლი დანარჩენს რა. მე მაინტერესებს ეს სხვათა შორის ბაბუა ჩემს რეალურად კაკო ქვია რა. და ძალიან ის იყო ხო შენ რო გავუჩნდი მეთქი კაკო ქვია სანამ გავიგე რომ გვარი იყო იქამდე სულ მეგონა რომ მეთქი ვა კაკო რატო ქვია მეორე ადამიანი არის მეთქი ვისაც კაკო ქვია რა და ბარემ ეგრე ვთქვათ რომ იმენა ის არის ხო დიდი ადამიანის სახელი დიდი ანუ ჩვენთვის კი მაგათ ხარს კაკო და კაკო ბაბუ რო იქნები რა ბარემ ეგრე რო ვთქვათ კაკო ბაბუ რო იქნები როგორი გინდა ამ გადმოსახედით რომ იმისთვის ჩანდე რა ანუ არა ის რომ როგორი გინდა მაშინ იყო ან როგორი იქნება კაკო ბაბუ რო ბაბუ ყოველთვის რო კარგი იქნება შვილიშვილისთვის ალბათ ეგ ისა მაგრამ აი რო დაჯდები უკვე რა ბაბუ იქნები შვილიშვილები გეყოლება ეგ შენი გადასაწყვეტია მაგრამ მაინც როგორი გინდა რომ აი რო გეტყვიან ბაბუ შენ ჩემი ტოლი რო იყავიო აი ჩემი ტოლი შვილიშვილები რო გეტყვიან როგორი გინდა რომ მაშინ გახსოვდეს შენი თავი ან ხალხს ახსოვდე თუნდაც, მაგრამ რადგანაც ორიენტირებული შენ თავზე ხარ, დარწმუნებული ვარ შენთვის უფრო მნიშვნელოვანი ეგ არის. ცოტა სულელი მინდა რომ მახსოვდეს ჩემი თავი, იმიტომ რომ შანსი არ არის, ანუ თუ ეხლა რასაც ფიქრობ, თუ 13 წლის გამოცდილება, 13 წლის რო იქნება 13 იგივე გამოცდილების მქონი, იგივე ფიქრები მქონდა, ესე იგი დიდად არ გავზრდილვარ რა და რაღაც მომენტში რომ შევაფასო, რაღაცა ცოტა სულელი ვიყო, მაგრამ ეგ სულელი არა მარტო იმ პერსპექტივით რომ რაღაც არა განვითარდი, იმითაც რომ დაუშვა რა, ანუ გავბედო რომ ვიყო სულელი და გავბედო რომ რაღაცები ვაკეთო და ამ გზაზე კმაყოფილი ვიყო აი ამ გადმოსახედიდან ყოფილი ვიყო იმით რომ რაღაცები ვცადე რომელიც რავი ანუ ძალიან ფილოსოფიურად ჟღერს და ძალიან ისეთია რა უკვე თანამედროვე პოდკასტების და იმის სივრცეში ძალიან უკვე ბანალურიც კი გახდა ამის თქვა მაგრამ ყოფილი იყო ანუ იმით რა აქშენების გააკეთე და არინანო ის რაც რა აქშენების არ გააკეთე რა და რავი ანუ სავსე იყო რა საბოლოოდ რა აი ეს მომენტებით ტკბობა შეგეძლოს მაქსიმალურად შეამცირო ის ნეგატიური ხარები რაც ახლავს და რაც აუცილებელია ამ გამოწვევების და რაღაც მართლა აი როგორ გითხრა აი როგორც აი მთელი დღე რაღაცას გააკეთებ რა მთელი დღე რაღაცას გააკეთებ რომელიც არც ჩამოსქროლავ არც რაღაცას აი თავიდან დილიდანვე რას თუნდაც ვარჯიში დაიწყებ მე ვიღაცას შეხვდები და მე შენ ტვინში მართლა ის დოპამინის დონე გაიზრდება ოღონდ ეს არის რეალური დოპამინი და არა ის რომ სკროლე და გაიქეცი და უცებ მიიღე რა ეგ და აი კმაყოფილი რო იძინე აი ძილის პრობლემას კი რო არ გაქვს ეგ დღე რო ავიღოთ ცხოვრებად რა ეგრე მინდა რომ გადმოხედო ცხოვრებას რომ ვა მაგარი ყოფილა მაგრამ ძალიან ხო ანუ ვიდეოების გადაღების დროს მაგაზე მეფიქრება სხვათა შორის რა რომ ანუ ვიდეოები შეიძლება გადაიღო რაოდენობისთვის და შეიძლება გადაიღო იმისთვის რომ აი რა გინდა რომ გამოვიდეს რა და მე იმას სენაკლევად მეფიქრება ეხა
ანუ აი ხა რაღაცა ამ თვეში 3 ჩავეტიე თუ არა. ბოლო პერიოდში მაიქ ფიქრი დამეწყო რა. მართლა რომ შევაფასო, იქიდანაც კაი საყურებელი იყო, აი კმაყოფილი ვიყო, რა დღიურიც დავწერე ცხოვრების მანძილზე რა. და ეგ ძალიან მეხმარება რა. მეხმარება რომ წარმოვიდგინო პერსპექტივა, რომ ეხა просто ჰაიპი კი არ დავიჭირო და რაღაც გავაკეთო. აი მართლა ჩემი თავი გამოვხატო, თუნდაც იმ მასშტაბურობაში, რაც ამ ვიდეომ შეიძლება მოიდანოს რა. კი, მივხვდი რასაც ამბობ და ეგეც მაგაშიც გეთანხმები სრულიად რა. იდეაში ალბათ მაგასაკიდან ყველაზე კარგი ეგ იქნება, რომ მაგრამ ალბათ ის ხალხი, ვისთვისაც ეს ყველაფერი სულელურად ეხლაც ჩანს იმათთვის, რომ დაბერდებიან ის გზა რაც გაიარეს, შეიძლება რაღაც მხრივ სწორი იყოს, მაგრამ ხალხის გადმოსახედით, იმიტომ რომ ისევ ხალხის იმებში იქნებიან ბრჭყალებში. კი, მერაბ დვალიშვილი სულელი იყო 3 წლის წინ რა. ანუ კრინჯი იყო, რეიფს აკეთებდა, რა შვებოდა ვაფშე. მაგრამ ეხა просто არ შეუძლია ვიღაცას რომ დაუშვას რაღაც მომენტში. ანუ დაჟე საზოგადოებრივი ისე შეცვლილია, რომ არ შეუძლია რომ დაუშვას, რომ ამას რეიფს აკეთებს რა. იმიტომ რომ რაღაცა გარეგნული წარმატება მოიტანა მაგან რა. რავი, ნებისმიერ რაღაცა ეხა მაიმუნს რო ებრძოლა სისულელი, აი რა დაფიქრდი ეხა რა სისულელია ეგ რო თქვას, მაგრამ პირველ თქმაზე იყო ეგ სულელობა, მაგრამ მე-15 თქმაზე უფრო ლეგიტიმურია და გამხნევებენ და დავაი და ქენი და რაღაც, მაგრამ ეგ არის ამბავი, რომ შენ თუ გჯერა შენი სისულელეების თუნდაც და შენი რაღაცა თუ ხარ გაბედული რომ ეგ გააკეთო და შენია რა ნახდად რა. აი თუ მიაწვევი გამოგივა და მე სხვა ადამიანებსაც გადმოიყვანა. უბრალოდ ეგ გამბედაობა რომ ეგ სისულელე გააკეთო თუნდაც რაღაცები აირჩიო. ეგ არის რთული ხოლმე, მაგრამ ეგ არის მე სამაგეროდ მაგასა ყველაზე დიდი кайფი რომ ეგრეც ხო რა. კი, ანუ იდეაში ეხლა მე რო გავიხსენო შენ როგორ გიყურებდი. პირველად მახსოვს სუსუ პირველად რო გიყურე იყო ხინკლების ვიდეო იმათთან რა და ჰანგრიმენთან და ყველაზე ნაკლებად ვიტყვი რომ კაკო რა უფრო სხვებს და მაინც რა მე რო წამოხვედი იქიდან მაგრამ რაღაც ხასიათის თვისებები ხომ მქონდა ცოტათი თვისებები მქონდა პროსტა მაშინ ვერ აღვიქვავდი რომ საინტერესო ტიპი იყავი რა იმ გადმოსახედით მე რო წამოხვედი რაღაც ვიდეოებს რო დებდი არ მომწონდა უმრავლესობა, მაგრამ მაინც ვუყურებდი, იმიტომ რომ YouTube-ზე იმ მომენტში ჩემთვის საინტერესო იყო ყველა ტიპის ვიდეო და პირველი ვიდეო როცა მახსოვს რომ შენს ვიდეოში ვფიქრე რომ ვა რა კარგად აკეთებს იყო, სადღაც რო იყავი გემის ვიდეო იყო, სადღაც ხმელეთზე იდგა გადაკეთებულად სასტუმროდ რა. ერთი ღამეც წავედიო, ან გემს გავდა, ან ხო ეგეთ პატარა გემის ვიდეო და გემს გავდა სასტუმროდ გადაკეთებული რა. მაგ ვიდეოში უკვე შენ კითხვაც დასვი და მე უპასუხე ბოლოს რომ წამოვედი და სასიამოვნო იყო და მანდ მივხვდი რომ მეთქი ვა რაღაც კარგ გზას ადგას და მე უკვე რომ დაიწყე მივხვდი რომ მეთქი აი ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებს და მოდი ვუყუროთ რა და მაგის მერე მივყვები ანუ მეც რო გადავხედო ჩემს აზროვნებაშიც კი შენი გადმოსახედიდან რო არ შევხედო სხვა ტიპად აღგიქვი და მე სხვა ტიპად გაიზარდე საერთოდ და ამ მომენტში საერთოდ სხვა ტიპის აღგიქვი ხო რა და ეგ ერთ-ერთი მთავარმნიშვნელოვანი კითხვა არის რა რომ ანუ მნიშვნელობა ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს მიხარ ეხა მნიშვნელობა აქვს ვინ ხდები რა და ეგ ძალიან გაძლევს საშუალებას რომ რავი ანუ რა საბოლოოდ აკეთო ის რაც ბოლომდე გაგისტორდება, ბოლომდე კომფორტულად სადაც იქნებ თავს და თან არ დააგდო და ახალ გამოწვევებს შეეჩეხო და ანუ ჩემთვის წარმოუდგენელია რომ იგივე ვიდეოების გაკეთება გამიხარდეს ახლა და რაღაც მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს რომ აღარაფერმა აღარ გამაბედნიეროს რა ვიდეოების გადაღების კუთხით პერსონალურად ჩემმა ემოციებმა მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ თუნდაც არ გამომეცლება ის რომ სხვა ადამიანების რაღაც შეცვლაზე გამაბედნიერებს და ეგ არ გაჩერდება რა ანუ ბევრჯერ შემოვიყვან ლუის ან რაღაცას და ეგრე იქნება. ანუ პერსონალურად მე ანტარქტიდაზე აი უბედნიერეს ვაფშე არ ყოფილვარ რა. ანუ ანტარქტიდა იყო რა, რომელიც ძვირი ღირს, რომელიც კრუიზია, რომელიც რაღაცა ოკეი, პინგვინებს უყურებ ის და ანუ მე უფრო ბედნიერი ვიყავი რომ მაიმუნობდი მაშინ რა, იმიტომ რომ აი ბავშვური, თავისუფალი, ბედნიერი მაშინ ვიყავი რა და ეგ გამოწვევები ანუ ადგილების კუთხით უეჭველი მექნება რა. ანუ ვერა, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ისევ ანტარქტიდაზე წავიდე და სხვანაირად გავაკეთო რა.
ყოფილა ისეთი მომენტი, რომ აი მიზნის მიღწევისთვის შენ კამერასთან სხვა ტიპი ყოფილხარ, ვიდრე რეალურად ხარ, იმიტომ რომ მგონია რომ მიზნის მიღწევაში ხანდახან არის მიზნის მიღწევისთვის არ ვიცი. ანუ ნახე ყოველთვის სამსtildeობ რომ გულწრფელი იყო ჩემ თავთან და ჩემ ხასიათთან და ანუ აუდიტორიასაც არ მოვატყუ. ანუ მოვატყუ რაში რას გულისხმობ ოღონდ რა. იდეურად მოვატყუო თავიდან რაღაც ინტროში თქვა რომ ესე ხდება და მე რაღაც twist-ი გავუკეთო და ეგ სხვა ამბავია რა. მაგრამ ანუ იმ მომენტში ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი თავი ვიპოვო და ორგანულად მისწორდება თუ არა ამის კეთება, ანუ თუ არ მისწორდება, არა კომფორტულად ვარ, ეგ მისწორდება თუ არა, ეგ გამოვხატო მათ შორის რა, ძალიან ცოტა რთული ასახსნელია, რომ რაღაც ფიზიკურად შეიძლება გაწუხებდეს, აი იქ აცოცება მაგალითად კლეზე, მაგრამ მისწორდება ამ პროცესში ჩართულობა რა, იდეურად, ვიცი რომ ფიზიკურად არ მისწორდება, მეშინია რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მისწორდება, რომ ანუ არ ვფიქრობ, რომ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიღაცამ კომენტარი დამიწეროს. მგონია რომ იმიტომ ვაკეთებ, რომ რაღაცად ჩემ თავს ვალვითარებ რა. მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც ეგ არის რა. მაგრამ რაღაც მომენტში ეგ გეპარება რა და მქონია ეგეთი მომენტი, რომ არ ყოფილ ვარ ჩემი თავის ავთენტური ვერსია. შეიძლება მიცდია რაღაც, ანუ რაღაცის გაკეთება მიცდია, რომ აი ესე ვიზამ რაღაცას რა. და როგორ ჩამიწერია, მე აღმომიჩენა, იმიტომ რომ კარგი იყო რა. მე აღმომიჩენა, ან პროცესში აღმომიჩენა, რომ არ არის რა ჩემი და ეგ ფილტრები მე დალაგდა ნენელა რა. აი ხა ნებისმიერ რომ მითხრა, რომ აი წავიდეთ რა ანტარქტიდაზე რომ მითხრა. მე რო ვიცი იქ რა სიტუაციას დამხვდა, ეხა თავიდან რომ მითხრა. თუ მაგ სიტუაციაში უნდა გავიარო და მე ჩემი წესები არ უნდა შევიტანო, არ წავალ რა, იმიტომ რომ არ ვიქნები ჩემი თავი რა. აი მე შანსი არ არის ხა დაჯდე ამ ტურისტებს უთხრა რომ აი ჭამეთ, ეხლა გადით 1 საათით, მერე შემოდით. გადით 1 საათით შემოდით. დააკვირდით პინგვინებს, იყავით ბედნიერი და ეს რეიტინგს მოიტანს. ეგრო ვიცი რომ ეგრე არის და აი მაგარი კადრები გადაიღე და გამოაჩინე რომ ბედნიერი ხარ, ეგრო მიუხედავად იმისა რომ და ეგრე რო იყოს და ეგ ბევრად მეტ რეიტინგს მოგიტანს კენი ვერ ვიზა მაგას რა, იმიტომ რომ მაყურებელს მიხვდება მაგას რა და მთავარი ამბავი ისაა რომ აი რაც შენია ეგ აკეთო და თუნდაც კრეატორში რა, ეგ პრობლემა აქვს ადამიანებს რომ ანუ იმიტომ რომ პოპულარული გახდნენ, იმიტომ რომ რაღაცა თუნდაც კაკომ გააკეთა, თუ სოსომ გააკეთა, თუ ვიღაცამ გააკეთა, ეგ წამოიღონ და თავის თავს ჯერ არ უპოვნიათ რა და ანუ იციან ეს რაღაცა ზოგადი რაღაცეები, ედითი ის, მაგრამ აი შენი ამბავი რა არის, ეგ ჩანს ყველა ვარიანტში, აი იმენა ყველა ვარიანტში ჩანს. უბრალოდ მაგ ამბავშიც მე თუნდაც ამ წესების გაცნობის ამბავზე რა, ანუ რაღაცა რომ ინტრო როგორ უნდა იწყებოდეს რაღაცებს რომ მემუნებით რა, ეგ ცალკე ამბავია რომ მოკლედ მე ეგრე უყურებ რა თუ გინდა რომ განვითარდე ჯერ უნდა ისწავლო წესები ანუ უნდა იცოდე რა წესებია საერთოდ მერე უნდა ითამაშო საუკეთესოდ და მერე უნდა დანერგო ახალი ანუ უნდა შემოიტანო თამაშის ახალი წესები რა იგივენაირად ეხა თუ გინდა რომ ანტარქტიდაზე შენ ჰარმონიაზე იპოვო ჯერ უნდა გაიაზრო რა სიტუაციაა ვაფშე ვინ არის იდიოტი ვინ არის ძალიან მკაცრი ვინ არის დეგენერატი ვინ არის რაღაცა რა ვიცი ანუ რა რისი საშუალება გაქვს რისი საშუალება არ გაქვს როგორ შეიძლება რომ უმრავ იმაში იყო მე რაღაც ცადო რომ ოკეი მოერგო ამას აღმოაჩინო და მე გადაწყვიტო რომ ახალ წესებს ითამაშო ჩემი YouTube კარიერის განვითარებაც ეგ არის რა თავიდან სტანდარტულად ვიწყებ ვცდილობ რომ ვიპოვო რა არის კარგი ინტრო რა არის ცუდი ინტრო როგორია წარმატების ფორმულა მე ვცდილობ რომ ეხა ბოლო პერიოდში ვცდილობ რომ აი ეს საუკეთესოდ გავაკეთო და ეხა რაღაცა ეგეთი მოლოდინი მაქვს რომ მინდა რომ მომავალი ეგრე ვხედავ რომ მინდა რომ ახალი ტრენდი შემოვიტანო რაღაცებს ცოტა ვცდილობ და შემომაკიდეს მეკაკო ახალი ტრენდი არა ისე არა ხო ეგეც მაგის ნაწილია მაგრამ თვითონ თამაშის ანუ თვითონ მიდგომა რომ არ იყოს მარტო მოგზაურობა არ იყოს რაღაცა მიუხედავად იმისა მოგზაურობას ჩემი თავი ვარ რა ეგეც რომ ანუ რაღაცა ახალი ვიპოვო რომელიც რომ შესაძლებლობას უკვე ჩემი გამოცდილება, ცოდნა, გუნდი, კონტაქტები უკვე მომცემს რა და ეგ ცადო რა ყოველ შემთხვევაში და გამომივიდეს, მაგრამ საიდანაც წავედით ეხლა ვეღარც მახსოვს. ძალიან სხვა ანუ იდეაში ჩვენ წავედით კარიერულ ნაწილის მიზნის მიღწევაზე და შენეული ხედვა გავაზიარეთ. ეხლა გადავიდეთ. ხო და ეგ არის, ეგეც მათ შორის ეგ არის რა, ანუ თავიდან უნდა კარიერულ ნაწილშიც ეგ არის რა. ხო, გონია რომ ეგ თავიდან მართლა უნდა ისწავლო ხო, მაქსიმალურად რა ხდება რა, კონტექსტი უნდა გაიაზრო.
და მე მე დაიწყო აშენება. ანუ პროსტა ვერ დაიწყებ აშენებას რა. მე ეგრე წარმოვიდგენე, რაღაც მომენტში გამაზავ რა, რაღაც გამაზავ. თუ არ ცადე ის და თუ არ გამოსადე იქ რა ხდება, რაღაცეები, რაც ხდება და მე ნამდვილად დაადასტურო რომ ეს არ მუშაობს, შენით ვერ დაიწყებ ახლის შენებას რა. და ეგ მნიშვნელოვანია. რადგანაც 6 თვიანი ჩელენჯი გაქვს და უკვე აღნიშნე რომ ძალიან კარგი შედეგი გაქვს. ამ 6 თვესთან შედარებით და მალე უკვე ფინალთანაც მიდიხარ. პირველ რიგში ის გავშალოთ ამ ჩელენჯმა რა გასწავლა და რამდენად რთული ან მარტივი იყო ეს ყველაფერი რა. თავიდან მახსოვს ვიდეოებს რომ ნახულობდი რამდენად რთული იყო რა. ეხლა უფრო გამარტივდა. და თითქოს უკვე ალღოცავ ყველაფერს. ხო. ეხლა წეგადაც გითხარით, ზუსტად იგივე პროცესია. თავიდან რო ვიწყებდი, არ ვიცოდი რა, ბოლომდე არ ვიცოდი, მიხვდები ცოტა გამოცდილება მქონდა, ბოლომდე არ ვიცოდი რას ვაკეთებდი და აი ბოლომდე ჩაჭერა, რაღაცა ისა, სტრესი, ცუდად ყოფნა, მთელი ამბები და დამოკიდებულებაც ეგეთი იყო თავიდან, ეგ იყო რომ აი გავიგო რა წესებია რა. მე რაღაც მომენტში მივხვდი რომ ამ ჩემი გამოწვევების გამო, ეხლა შენ ხო იცი შენი გამოწვევების გამო რა, არ შეუძლებელია რა, ეხლა ანტარქტიდაზე რო ხარ და იქ დრეიქში რო ირყევა, რაც არ უნდა, ანუ არ ვარ დევიდ გოგინსი რა, всё მორჩა რა, მე მინდა ჩემ თავთან ჰარმონია და მე მინდა რომ ბედნიერი ვიყო ამ ჩემი გადაწყვეტილებებით რა და არ მინდა რომ ანუ ის ტიპი რომელიც ბოდიბილდერია და მართლა რაღაც 9 თვე გამოშრობა ბრინჯი და ის არის და ბოლოს უნდა შევიდეს და ერთი ფოტო გადაიღოს და წამოვიდეს და გააგზავნოს, ხო, ეგ ტიპი არ ვარ და არც მაინტერესებს რომ ეგ ტიპი ვიყო რა. და ეგ იყო რა, თავიდან შეჩეხება ამას და მტკივნეული იყო. რაღაც მომენტში რომ აი არ იყო არაკომფორტული, მაგრამ მე ნენა ჩვევა მოიტანა რა, აი ჩვევა გეყალიბდება. მე კმაყოფილი ხარ რაღაცები რო იცვლება შენ თავში, კმაყოფილი ხარ ანუ ფორმაში არ არის რა. ეხლა თავარი мотиваცია, ერთ-ერთი მთავარი мотиваცია ის იყო, რომ აი თუნდაც იქ რო ავდიოდი რა, იმ სასტუმროში რო მიბობღავდი, აი ცუდად ხდებოდი ფიზიკურად, ანუ ენერგია ისე მეცლებოდა, ნუ 5 საათი გაიწელა ისა, ცუდად ხდებოდი ფიზიკურად და ან მან ბედნიერების, ანუ იმის რომ ამას ვაკეთებ, თან ვლახავ რაღაცას ვერ ვახდენდი, იმიტომ რომ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები ამას აკრობდა რა და მინიმუმ ეგ მინდოდა შემეცვალა და მე ყოფილი იყო შენი თავი და ეგ პროცესი თავიდან ხო ძალიან გაჭირდა, მე რაღაცა პაუზა, გააზრება, ის რომ შეჩეხება რეალობასთან რა, არც ის ტიპი ხარ, რომ მართლა ბრენჯი და იმით ხარ, მაგრამ არც აპირებ, რომ ყოველ დღე შაურმა გამოიწიო. ხანდახან შეჭამ ხინკალს, ხანდახან ახალ წელს საცივსად შეჭამ ცოტას, მაგრამ ეგ არნიშნავს, რომ მეორე დღეს რაღაც ანუ ჯანსაღს არ შეჭამ რა. და ეგ რო რა მიყვარს, არ მიყვარს, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ბრინჯი და ის ჭამო რა, ქათამი რაღაცა. ანუ აღმოჩნდა რომ მაგალითად სენდვიჩები მიყვარს და რაღაცა მაღალ პროტეინიანი სენდვიჩები დავიწყე. აღმოჩნდა რომ ბოლო პერიოდში ფიზიკულტურას მეხმარებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მე საერთოდ ჩავხსენე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ეს ჩემი არჩევანი რო არ მაინც რა, ცოტა მძაბავს რაღაც მომენტში და მინჩენია რომ ჩემით გადაწყვიტო რას. ჩემით გადაწყვიტო რას ვიყო ცოტა ხანი მერე ისევ და ეგ ან სულ აღმოჩენის პროცესია, მაგრამ თავარი მაინც რაც შემიცვალა ეხლა რომ გავიაზრო რა. არის ფიზიკურზე მეტად მენტალური გარდატ ეხლა მოახდა იმ კუთხით რომ ვფიქრობდი რომ 5 წუთის ზედმეტი გაკეთება არაფერს არ შემიცვლიდა რა. ანუ საერთოდ არაფერს არ შემიცვლიდა და სულ მაგ ექსკიუზით ვიყავი რომ 5 წუთი არაფერს ზედმეტი გაკეთება არაფერს არ შემიცვლიდა. თუნდაც რაღაც ან ჭამაზე რა. 300 კალორიით მეტი ის ჭამა არაფერს არ შემიცვლიდა და მე ყოველდღე ამას რომ იმეორებ, ანუ შენი ტვინი რომ იმახსოვრებს რომ ეგეთი ტიპი ხარ რა, ეგეთი იდენტობა გაქვს რა. შო რა, ანუ მე მარტო იმას უყურებ რომ იმ მომენტში რო არ შემიცვლის, მაგრამ ჩემმა ტვინმა დაიმახსოვრა რომ ეგეთი იდენტობა არის და შემდეგ 70 გადაწყვეტილებას ზუსტად იგივენაირად გააკეთებს რა. ხო და ეგ რო აი ეხა ბოლო პერიოდში ვცდილობ, აი სადღაც მესამე თვის მერე დაიწყო ეგ გარდატეხა,
რომ არა, ბაზარი არ არის. მე თუ აქ ჩემ თავს პირობას მივცემ და ზედმეტად წუთი გავაკეთე, აქ კი არ უწყობ ხელს ჩემ თავს, რომ ამას ვაკეთებ. უწყობ ჩემ იდენტობას, რომ ნებისმიერ ესეთ გადაწყვეტილებაში ესე გააკეთოს მიუხედავად იმისა, რამდენად მტკივნეული თუ არამტკივნეული არ იყოს და ეგ ნელ-ნელა მოიტანა ამ წვალებამ, გააზრებამ, დაფიქრებამ და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი შენთვის რასაც ასწავლი, როგორ უნდა მოიქცეს სიტუაციაში, ისე იქცევა და ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ასწავლო რაღაც კონკრეტული ინფოთი მიცე და რომ მე მსგავს გარემოებებში ავტომატურად იფუნქციონიროს და ბევრი აღარ იწვალოს რა. და ეგ დავინერგო რომ აი თქვი ესა, ცადე ბოლომდე. ხან არ გამოდის ეგრე მაინც და 100% მაგრამ მე ვარ მაქს პროში და მე არ გამოდის რა და მე მივხვდი რომ ჩემი პატერნი და იუიკო უნდა ყავდეს კიდე ეგეც მნიშვნელოვანი. იცი რა მომენტი არის მე მივხვდი რომ თავიდან ვიყავი ეგრე 4 წელი ვარჯიშობდი სულ კვებასაც 12 თვიდან 10 თვე მივყვებოდი და ჩემი ვაფშე არ არის ანუ შეიძლება ფიტნეს ინსტრუქტორი ვარ, ვიღაცებს ვასწავლი და ყველას ვუხსდი მაგას და მესმის რომ ეგრე ვიღაცისთვის ესე უნდა, ვიღაცისთვის ესე უნდა იყოს და მაშინაც სხვანაირად მიყვებოდი რომ უეჭველი ეს უნდა გააკეთოთ. მაგრამ ბოლო 2 წელია უკვე მივხვდი რომ ეგრე საერთოდ არ არის და ჩემთვის მაგალითად მირჩევნია რომ 3 თვე მაქვს გაწერილი, როდესაც სრულიად რეჟიმში უნდა ვიყო, რომ ჩემი სხეულიც და რაღაცეებიც ანუ ნორმაში მოვიყვანო, მე დანარჩენი 9 თვის განმავლობაში მე ვარ სტანდარტული ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ მიყვეს სწორ კვებას, სწორ ვარჯიშს კვირაში 2 დღე ან 3 დღე და დანარჩენ რაღაცეებს აქცევს უფრო მეტ ყურადღებას ვიდრე ვარჯიშს, იმიტომ რომ მთლიანად ვარჯიშზე როცა ვარ გადართული, სხვას ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ანუ ძალიან რთული არის, იქ უნდა დაიცვა ძილი, რაციონი, კვირაში 4-5 დღე უნდა ივარჯიშო და ეგ მაგას იმიტომ ვაკეთებ მარტო მაგას ვაკეთებ და ეგ მაგიტო ვარ სპორტსმენი რა მაშინ მაგიტო და ანუ არ არის ჩემი ამავალი წერტილი ბოდიბილდერი გავხდე ჩემი ამავალი წერტილი იყოს რომ საუკეთესო იუთუბერი ვიყო და არ მინდა რომ შემიშალოს ხელი ამ პროცესმა მაგრამ ბოდიბილდერი გავხდე არ არის ამავალი წერტილი მაგრამ ძალიან დამეხმარა ეგ რომ ჩააჭირე გატყდი ამოისუნთქე, დააკვირდი და ეხა იმ ჩაჭერიდან რამდენი არის, რამდენი იყოს სწორი ჩაჭერა, რამდენი არის არასწორი ჩაჭერა და ამ გარემოებებში და იქ რომ მოხდები, როგორ მოიქცევი, აქ რომ მოხდები, როგორ მოიქცევი და ცოტ-ცოტათი ეცვალე. ხანდახან ამოვარდები, აი მაგალითად ანტარქტიდაზე ცოტა აურიე რაღაც ეს დრეიკი და რაღაცა და ის გული რომ მერეოდა და რაღაცა და ყოველდღე რუტინა და რაღაცები რო იყო, აი რაღაც დესერტი შევჭამე, რაღაცა ეგრე ვიყავი და აი ბოლოს რო ბრუნდებოდი, აი 5-3 საათზე წამოვხდი და გავარდი ჯიმში რა და მაგაზე ანუ არაფერს არ შემეცვლიდა, მაგრამ აი მოდი ეხა აი ეს გადაწყვეტილება უკან რომ ბრუნდები, ჯიმიც ჰქონდა იმ გემს რა, სადაც ვიყავი. ეს გადაწყვეტილება უკან ბრუნდები და აქ რაღაცეები ახალტურე, მოდი ამით დავაბალანსოთ, აი ამ იმით ის რაღაც არც კალორია, არც ის არაფერს არ შეცვლის, მაგრამ აი ხო ხვდები რომ როცა ურებ თვითონ გაურბი ხარ შენ თავს და არ გინდა რომ შეეჩეხო იმას და კომფორტულია რომ არ შეეჩეხო, მაგრამ მე უკან რომ ბრუნდები და ისევ რელსებზე რომ იმაშები, მე კმაყოფილი ჩნდები და ეგ არის რა, ანუ შეეჩეხო შენ მაიმუნებს და დაამარცხო მნიშვნელოვანია. კი, აი ეგ არის ჩემთვის ყველაზე, ანუ წინა პოდკასტებში სულ მაგას ვახსენებ, რომ ჩემთვის მომხმარებელთან ყველაზე რთული ეგ მომენტია რა, იმათ საერთოდ არ ესმით და მე რო ვეუბნები რომ შენ არ გჭირდება 6 დღე იარო, შენ არ გჭირდება რომ კვირაში 7 დღე 4-ვე კვება ჯანსაღი გქონდეს და რაღაცა ისინი ანუ არ სჯერათ რომ მე ვეუბნები რა და მე ხედავ რომ ან სხვა ტრენერს ეძებენ რომელსაც ანუ ჩემ ძმაკაცსაც კი არ ჯეროდა რომ ანუ შენ რატო არ ურეკაო რო გიცდენენო და ანუ რა აზრი აქვს რომ დაურეკო თუ თვითონ არ აქვს გადააზრებული რომ ეს უნდა შენ ანუ დაურეკავ დაველაპარაკები გავლანძღავ რომ მოვალ 5-ჯერ მეტ ვარჯიშს გავაკეთებინე მაგრამ მე 5-ჯერ ნაკლები სრული ექნება და ჯობია რა უფრო მაინდსეტზე ველაპარაკები რომ გაიაზროს ამას იმისთვის აკეთებს რომ თვითონ ხვალ უკეთესად იქნება ვიდრე იმისთვის რომ აი გიორგის რაღაცა რა და ეგ მაინდსეტი არის ხოლმე ხო პრობლემა ძირითადად რომ ძირითადად რისთვის აკეთებ ანუ რატო აკეთებ ამას უცებ ანუ უნდა დასვა კითხვა მართლა რატო აკეთებ ამას ანუ თუ იმიტომ აკეთებ რომ ვიღაც გოგომ დაგინახოს და ვა რა მაგარი ტიპი ხარ გითხრას ეგ არის მაგრამ თუ იმიტომ აკეთებ რომ საბოლოოდ რაღაც ანუ იქ მაგარი სიამოვნებაა რა იმ შაურმის ჭამას ხინკლის ჭამას იმ მომენტში მაგარი სიამოვნებაა მაგრამ შემდეგი 4 საათი რომ დამძიმებული ხარ და ცუდად გზნობ თავს და მე აი ფიზიკურად მოუქნელი ხარ რაღაც სიტუაციებში და გაწუხებს იმეებს აღარ ითვლი რა იმ მარტო იმ სიმოვნებას უყურებ და
თუ ამას თუ მაგას აწონი და კარგად შეეფასებ რომ მაგიტო უნდა აკეთო და არა იმიტომ რომ 4 თვე ჩავაჭერ ხა და მე ვიგულავებ ანუ არ არის ეგრე რა ანუ შენ არ არის ის თუნდაც ხინკლის ჭამა შაურმის ჭამა კვირაში ერთხელ რო ჭამ მაგრამ ეგ არის თავიდან ძალიან ჭირს მაგ ძალიან ჭირს იმიტომ რომ ჩვევები არ გაქვს ეგეთი ეგ არის მთავარი რომ თავიდან ჩაჭერა თუნდაც და რაღაცა და მერე გამოფხიზლება იმენა გასავლელი არის რა მგონია რა იმიტომ რომ არ გაქვს მაგის ჩვევა და ვერ გებულობ გეუნი რაც არ უნდა გითხრა თუ შენ მაინდსეტში არ გაქვს მაგის ჩვევა და თუ არ აღმოაჩინე შენ თავთან რომ აი რაღაც მომენტში გაიღვიძე და ხო აი ეგ უნდა გქონდეს რა და ეგ მქონდა მართლა 3 თვე არ მქონია მერე დამეწყო რა რომ და მერე უკვე სხვანაირად უყურებ შენი იდენტობის ნაწილი რო ხდება ის სულ სხვანაირად სხვა რეალობით უყურებ რომ ეხა всё მე შევძლებ ამას რა მე და ეხა მე ჩემი არჩევანია რომ ეხა თუნდაც დავარღვიე და სხვა წინა შემთხვევაში იყო აი ჩემი იძულება და გაქცევა რომ დავარღვიე რა და მთავარია რომ აი მაგ მაინდსეტით შეხედვა გადააწყო ტვინი და მაგთან მიყავ ხარ უკვე რა კი და მაგას აკეთებ კმაყოფილების შეგრძნებასთან მაგრამ ეგ გადააწყო ტვინი რომ ეგ არის და მაგისთვის რომ გადააწყო გჭირდება გამოცდილება ისევ როგორც ფიტნესში ასევე თუნდაც იუთუბერ ეხა თავდაჯერებული იმიტომ ვარ რაღაცებს ვაკეთებ და ჯერ უფრო მაგარ რაღაცებს გავაკეთებ რაღაცამდე ვიწვალე და მე აღმოაჩინე რომ ვა შემიძლია რა ჩემი იდენტობის ნაწილი გახდა რა გარე ვალიდაციაც მივიღე რაც არანაკლი მნიშვნელოვანია სხვების აღიარება დაფასება რომ ანუ თავის დროზე რომ შეიძლება ცოტა ექსკიუზი გქონდეს რომ ამას რატო აკეთებ თავიდან ყველას ეგრე ექნება რა რომ აი რა გინდა რის მე ხო ეხა თავიდან სულ ეგრეა მე სხვანაირად გაფასებენ და უკვე შენი იდენტობის ნაწილი რა ხალხის გარე იმაშვება და თავი იმ პირველ ნაწილს გაუძლო და იგივეა ამ სხეულზეც რა ის ტანი გაძლევს გარე ვალიდაციას შენ რეალურად რა რომელსაც დაინახავ და მიმიღწევია ხო და მაშინ სულ ეგეთები ვართ რა ორივე იწყებთ ეგრე მოძრაობას და ნიშნავენია რომ აი ჯერ დაუჯერე ჯერ იბრძოლე შედეგებისთვის მე მიიღე შედეგები და ენდე შენ თავს და მე გააგზელე რა და აუცილებლად გასავალი გზაა და ხანდახან აი კი თავიდან ეგრე მიშვება შეიძლება შენ შემთხვევაში ამართლებს მაგრამ აი თუ მართლა ის რაღაც გამოწვევას დაისახავ და გააკეთებ და თუნდაც არ გევასება აკეთებ მე გამოიცლები და შეხედავ და უკვე ჩვევები თუ გაქვს ჩამოყალიბებული რა სხვანაირად აღარც იქნები ნელ-ნელა რა იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ლოგიკურად გააზრება რთულია რა და მე ზოგადად არა მარტო ფიტნესში ყველაფერში ეგრე წარმოვიდგენია რომ რაღაც უნდა აკეთო და მე გავიდეს რაღაც პერიოდი და დააკვირდე რამდენ სწორია რა ან თან აკეთო და თან აკვირდე ეს კაია ანუ მე ადრეც მიცდია და სულ ისეთ რაღაც ანუ რეალურად გაურბოდი რეალობას რა ეს ან მაგრამ ცოტა ნერდიც ვარ რა ან მაინტერესებს პროტეინი რაღაცა რაშვება რაღაცა რამდენი კალორია აქვს რაღაც მაკროები სწორად მივიღე ცხიმი რაღაცები ადრე უფრო ვიყავ ეხა უფრო ნაკლებად ვარ რა და ადრე ეს რაღაც 190 ის რა გრამი რომ მივიღო პროტეინი ბევრი ხო არ იქნება ცხიმში ხო არ წავა ეს ამას რომელი ავიღო და რეალურად რავი 130 მიიღე და იმას ხო ჯობია რომ ვაფშე დაიკიდო და გაეშვა რა და ეგ არის თითქოს რომ აი სრულ ყოფილად რაღაცა არ არღვევს და ის არის რეალურად 5-10% რომელიც გიცვლის რა ჯობია რომ დაიწყო და გააკეთო და მიყვე და არ გამოეკიდო იმას რომ ამან ის ინფორმაცია გავრცელა ამან ის ინფორმაცია გავრცელა რომელია სწორი ფაქტია რომ კალორია მიიღე ფასტინგი ცადე მაგრამ ძირითადად კალორიაზე კონცენტრირდი მეტი ცილა მიიღე და რაც შეგიძლია თუ გისწორდება ჩაახვალ მაგ ბუღალტერიაში და ცხიმი და ის რა ქვია ცილა და ნახშირწყალი რამდენია თუ არ გისწორდება რაღაცა ნიშნული აიღე და მე ნელა გაუმჯობესე თუ გინდა რა და მიაღწევ უეჭველი მიაღწევ შედეგს აი შანსი არ არის გამორიცხულია და ეგრე არის იმაზეც რა ქვია ყველა კონტენტზეც რა ანუ რაც არ უნდა რჩევა მივცე ხა ვერ იყოს ან ომარის რაც არ უნდა რჩევა მივცე რა თუ რაღაც მომენტში მე კი ვაძლევ ამ რჩევებს რა რაღაც მომენტში თუ არ იგზნო რომ ეს არის ჩემი და ეს არ არის ჩემი არ გამოვა რა და თავიდან იმიტომ ვაძლევ რომ რაღაც კონდეს რაღაც ინფორმაციები და მე რაღაცები დაანგრიოს, რაღაცები ააშენოს და მივიდეს იმ დონემდე რაც უნდა რა.
კი, და ყველაში ეგრე არის ალბათ. ძალიან მესმის, იმიტომ რომ YouTube-ზე იმდენი ხანი ვცდილობდი შემოსვლას და იმდენი აშენება და მაგრამ ხალხიც ბევრი რამდენი მიკროპროცესია YouTube-ის კეთების მიღმა, ხალხი ვერ აღიქვამს და ხო, კაია ეს კრეატორი და რაღაცები, რომ ხო, კი, კაი, ძალიან მომწონს ეგ პროექტი, იმიტომ რომ სხვებსაც აძლევს შესაძლებლობას, შეიძლება მონაწილე არ ხარ, მაგრამ სურვილი უფრო გიჩნდება, ვიდრე ანუ ეხ კაკოს რო უყურებს ვიღაც დამწყები, ვიღაცისთვის შეიძლება კაკო უკვე ძალიან ზემოთ არის და მე ვერ ვიზავ, მაგრამ კრეატორმა ის დაანახა, რომ შეიძლება ნულიდან დაიწყო ახალი ტიპით და ვაფშე ახალი სიტყვა თქვა საერთოდ YouTube-ზე და ბევრისგან წამოვიდა ეგ რომ მოდი რამეს ვცდი. კარგია ეგ რა, მართლა ძალიან მომწონს და მიხარია რომ ეგეთი რაღაცები ესეთი დიდი იუთუბერებისგან მოდის რა, რომ უჩვენებენ რომ ჩვენ დაგეხმარებით და მეც თავიდან სანამ შენ ხო იქაც იყავი იმაში რა სამიძეც და რამდენი ნიუანსი არის თუნდაც რაღაცები ძალიან ბევრი რაღაც იცვლება და ანუ მე უბრალოდ დიდი ხანია რომ ვცდილობ შემოსვლას უკვე ცოდნა YouTube-ის მაქვს და ერთი მომენტი მქონდა გადასალახი კრეატორამდე ვერ გადავლახე რომ აი თქვენნაირი ტიპები რომლებიც უკვე დიდი ხანია YouTube-ზე არიან და რაღაცა ძალიან ზემოთ რომ მეგონა რა და მე რომ დაუახლოვდი და თქვენთან კომუნიკაცია მაქვს უკვე აღვიქავ რომ თუ რამე რჩევა დამჭირდება კაკოს მივწერ ან მახარას მივწერ და ანუ იქ არ არიან სადღაც რა აქ რო არიან მაგას ვიაზრებ რა ზოგიერთი კიდე ჯერ YouTube-ის არ ესმის ახლებს და პლუს ეგ კიდევ ეგრე აქვს ჩარჩენილი რომ ანუ რამე დახმარება თუ რჩევა რო დამჭირდეს რომ მივწერო შეიძლება გამლანძღოს რა უნდა გაგლანძღოს პირიქით დაგეხმარება რა და ეგ ძალიან დამეხმარა რა ეხა ბევრად უფრო მოტივირებული კი არა ანუ ეგ თავდაჯერებულობა უფრო მეტად მაქვს მე ამ მომენტში ბოლო 4 თვის განმავლობაში თუნდაც კრეატორზე გამოსვლით და თან ეგ არ მნიშვნელოვანი კიდე რომ აი ლეგიტიმური იყოს შენგან რა ანუ რომ მართლაც წვალობ ან ცდილობ და დაიწყე რა ანუ ის რო არის რომ აი ეხლა რა არაფერი ვარ გავუკეთებია და ეხლა რას მერჩევ ანუ ეგეც არის რომ რა ეფორტი ჩადე რომ ანუ იმიტომ რომ ეფორტი უნდა უეჭველი უნდა ჩადო რომ კითხები გაგიჩნდეს ასე უნდა გირჩიო შენ თუ არ გააკეთე რაღაცამდე ვერ მიხვალ რა და მე რომ მიხვალ რაღაცამდე და მიხვდები რომ მე ეხაც მახსოვს რა, ანუ სადღაც 50,000 გამომწერზე ვიყავი და შევხვდი ჰიტას და შევხვდი გოტას და ვეკითხებოდი ბიჭო, ნელა ვიზრდები რა, მინდა რომ სწრაფად გავიზარდო და რას ვაკეთებ არასწორად რა. აი, ეგ იყო რა და არ მქონდა მაშინ გააზრებული რას ვაკეთებ. წარმოიდგინე, არ მქონდა მაშინ გააზრებული რას ვაკეთებ და არასწორად და ძალიან ბევრი საინტერესო რჩევები მივიღე როგორც ერთისგან, მე მეორესგან და მაგან მომცა საშუალება რომ გავზრდილიყავი და კიდე ახლებურად შემეხედა. მე რაღაც უცხოელ კრეატორებს უყურე, მე იმას უყურე, მე იმას უყურე და კიდე შევცვალე. ანუ ტექნიკურად მომავ ძირითადად ეხა ცალკე ხაზი არის ჩემ პიროვნების აღმოჩენა და რაღაც, მაგრამ ტექნიკურად რა ინტროში რა გააკეთო, რა შემოიყვანო, რა ბრენდით გააკეთო, როგორი ლაპარაკო, ეგ კიდე ცალკე საკითხია, რომელიც მეც არ მქონდა და არ დამეზარა რომ მეკითხა. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. გადავალ ბარემ ბოლოზე, რადგან ეხა ურთიერთობაზე ოღონ ძალიან ზედაპირულად სიღრმეებში რო არ შევიდეთ, მანდაც კარგად ხარ, ну რაც ჩანს და რაც ვიცი, კარგად ხარ რა. და ვიცი რომ ეს YouTube-ი ფიზიკური ნაწილი, ანუ ყველაფერს დრო უნდა რა. მაგრამ მანდაც კარგად ხარ იმის მიუხედავად რომ ყველაფერში ძალიან დიდ დროს ხარჯავ. ხო? ну ბაბიზე არ მაქვს საუბარი, ისიც ასე თუ ისე აღიქოს ფაქტი არის შენ რას შვები და როგორ შვები, რაც ძალიან არ ბაბის ამ სოვრონია ამ საქმეში YouTube-ის. ხო და ეგ არის ჩემი კითხვა რა იდეაში. ანუ როგორ არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც შემოქმედს ძალიან დიდი როლი აქვს. ეგ ჩანს, ეგ ყველაფერი და ალბათ ეგეც ძალიან დიდ როლს თამაშობს ურთიერთობაში, მაგრამ როგორ ახერხებ რომ ამ ყველაფერთან ერთად მაგაშიც მიზანს ისე მიაღწიო, რომ კარგად იყო და არ იყო ესე არეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ეგ ვიცი რომ კითხვა რთულია. ისეთ კითხეს მისვამ რომ აი მართლა ფილოსოფიურად ხო ეგ შენი გადასახადია თქვა. ჩვეულებრივი
არა, ანუ ვცდილობ რომ არ ვიყო რა, ძალიან ის. ძალიან ფილოსოფიური? არა, ხო, ძალიან წარმატებული არ ვიყო რა. ხო და არ ვიცი, ალბათ გულწრფელობით რა, საბოლოოდ რა. ანუ მათ შორის იმით, რომ ეხლა რაღაც მომენტში ბაბიც ეგეთია, რომ ძალიან გვესმის ერთმანეთის რა და მათ შორის ვიცით ის ხასიათი ერთმანეთის, რომელიც არავინ არ იცის რა და ყველაზე ინტიმური მხარები ვიცით, ანუ როგორი შეიძლება ვიყოთ სუსტები, როგორი შეიძლება ვიყოთ გაბრაზებულები, როგორი შეიძლება ვიყოთ რა ვიცი, ბოღმიანები, ყველაფერი ვიცით რა ერთმანეთის რა და ეს ერთმანეთს რო ვიცნობთ, შესაბამისად ვაძლევთ თავისუფლებას ერთმანეთს, რომ თუ ეხლა არის რაღაცა საჭირო, რაღაცა გასაკეთებელი გააკეთე და ბაბი არ არის იმისავით, რომ აი ყურადღება რატო არ მომაქციე, რატო რაღაცა და თუ პირიქით უნდა ანუ გამოწვევები ყველას აქვს და ხანდახან ჩვენს გვაქვს, ხანდახან რავი, საჩუქარი მოვიწყდება, ყვავილები მოვიწყდება ეს და იქ რაღაც ისეთი მომენტია, რომ არის ხოლმე, მაგრამ აი სერიოზულ და ისეთ დონეზე რა, რაღაც ფუნდამენტურ დონეზე იმდენად ახლოს ვართ ღირებულებებით და შეგრძნებებით და იმდენად ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს, რომ შეუძლებელია, რომ ერთმანეთს არ ვენდოთ. ანუ ვაცნობიერებთ იმას, რომ სუსტები შეიძლება ვიყოთ რაღაც ვითარებაში, ერთმანეთს მოვაკავოთ ყურადღება, რაღაცები სწორად არ გავაკეთოთ, ძირითადად ბაბი აცნობიერებს, მე უფრო ნაკლებად, მაგრამ ხო რა, ერთმანეთს ხარს უჭერთ რა და ეგეც ძალიან დიდი ძალიან გამიმართლა რა, ძალიან გამართლებაა, რომ ეგეთი ადამიანები ვიპოვე, რომელიც აი რაც გინდა, იმაში მხარს გიჭერს და რაც არ გინდა, შეიძლება ვერ დაინახო, მაგრამ მაგას დაგანახებს რა. ეგ და მე და პირიქითაც რა. იმიტომ რომ ორივეს მგონია რომ გვაქვს ისეთი თვისებები, რომლებიცაც ძალიან ვაბალანსებთ ერთმანეთს რა. რომელიც მაგალითად კონტენტში არც ისე კარგია, მე ეს წარმოვიდგენია, იმიტომ რომ კონტენტში ჰარმონია არასწორებს რა, რაღაც მომენტში რა ის გოგო და ბიჭის და რაღაც ეს წყვილური ჰარმონია რაღაც კრინჯობაა ჩემთვის რა, არ მისწორდება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, რომლის ყველაფრის გაზიარება არ მინდა, პერსონალური ნაწილის და არ მინდა რომ ეგ კონტენტად იქცეს, ძალიან ისეთია რა, ანუ გეხმარება რაღაცების მიღწევაში რა, მათ შორის YouTube-ზე, მათ შორის. ხო, ერთი ეგ არის რომ მე იქ რაღაც ოჯახის უფრო დიდი როლი რო იქნება, მე კიდე მეტი პასუხისმგებლობები რო გაჩნდება. ეგ როგორ გაუმკლავდებით და მაგითო ცოტა გადადებული გვაქვს ეგ საკითხი, მაგრამ დანარჩენი რავი რა, ანუ თუ იპოვი ადამიანს, რომელიც მართლა შენი სუსტეების, შენი სუსტი რო ხარ, მაშინ გაგაძლიერებს და როცა ძლიერი ხარ, დაგანახებს, რომ აი ძალიან ეგოში არ გადავარდე და ცოტა დაგიშვებს, ანუ ცოტა გეტყვის, რომ სხვაგან არ წახვიდე და შეხედე, სხვანაირ კონტექსტში დაგანახებს, მაშინ ეგ არის ადამიანი, რომელთანაც ღირს ცხოვრება და თან ორივე ეგრე ვართ, რომ ძალიან მიზანმიმართული ვართ გაზრდაზე, განვითარებაზე და ეგ ბუნებრივად ქმნის იმას, რომ ერთად ყოფნა გვინდა. და ხო რა, ეგ არის. ხო, იდეაში, ანუ რა გითხრა, ანუ ძალიან ფილოსოფიური არ ყოფილა. მაგრამ ეხლა ძალიან სრულყოფილი ვარ რა. ეხლა რაღაც რო უყურებ, ყურებლისთვის ძალიან სრულყოფილი ადამიანი ვარ და არ ვარ სრულყოფილი ადამიანი, რომ ვცდილობ რომ სრულყოფილად მოყვე რაღაცეები რა. იცი როგორ რაღაცა არის იდეაში, ეგრე შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ის ხო თქვით, რომ ანუ ბიზნეს მიღწევაში ყველაფერს ეძებ რა. მე რაც გავიაზრე სამივე სფეროში, კარიერულ, ფიზიკურ თუ თუნდაც პირად ნაწილში, შენ ყველაზე ხშირად წამოჭერი ის მომენტი, რომ აი კითხვებს ყველაზე ხშირად სვავ რა. და მაშინ შემდეგი კითხვა ის სამივეს შეჯამებიდან გამომდინარე გამოდის რა მომენტმა გაგიჩინა ისა რა აი რაღაც პერიოდში ხო იყო რომ აქ გადმოხვედი რომ კითხვები დაგესვა რაღაც სიგიჟეები გეკეთებინა და კაკოს ეს ნაწილი წამოსულიყო წინ არა ხალხის გამო არამედ შენ იგრძენი რომ ეს უნდა ყოფილიყო ესე რა
რამე იყო ისეთი, რამაც მიზნის მიღწევისკენ, რასაც ეხლა უფრო კარგად აკეთებ, ეს უფრო ძლიერად დაგფუშა, ან კითხვების დასმა რამ გაიძულა, ან რაღაც მსგავსი. დაცემამ რა. ანუ დაცემამ და იმის გააზრებამ, რომ როგორი უსუსური შეიძლება გახდე რაღაც გარემოების გამო და რამდენად ღირს რომ შენ თავს არ ანუ საბოლოოდ გააზრება იმის რომ რასაც აკეთებ რა არის მან სწორი, რა არ არის სწორი. ფსიქოლოგიამ, რაღაცა გადააზრებამ, როგორ მუშაობს სამყარო, როგორ მუშაობს ტვინი, როგორ მუშაობს ლოგიკა, როგორ მუშაობს შენი დოპამინი რა შვება, რას გაკეთებინებს და რას არ გაკეთებ, მაგის გააზრება, ეხლა ჩემ ტვინში რა ხდება, რაღაც როცა საფრთხეარი რა ხდება ჩემ ტვინში, ანუ ძალიან საინტერესო ადამიანების მოსმენამ, ანუ ეს ნეირომეცნიერების შესწავლას არ ვიტყვი, მაგრამ აი ნეირომეცნიერებაზე პოდკასტების მოსმენამ, რომ აი ჩემი ტვინი როგორ ფუნქციონირებს და ეხლა რაღაცეებს რო ამბობს, რიც ხარჯზე ამბობს, რომ ეხლა თუ მეშინია დღეს, რატოა მეშინია, იმიტომ ხო არა, რომ რაღაც კონკრეტულად პოლიტიკურ მიგრძელებულ ტელევიზიას უყურე, რომელიც შიშზე მოქმედებს რა. და მაგ კითხვების და ანუ განათლებამ საბოლოოდ რა. ანუ განათლებამ, ინფორმაციების მიღებამ, მოსმენამ და ცდამ, დაკვირვებამ, რა იმუშავა ჩემში, რა არ იმუშავა ჩემში, მერე კიდე ცდამ და მერე ხო რა, გათავისუფლებამ, დაშვებამ, რომ სო რამე თავისუფალი ვარ ამ სამყაროში რაღაც კონკრეტულ ანუ რაღაც წესებს გავარკვევ, მაგრამ უნდა ვიპოვო ჩემი თავი, ანუ უნდა დაუშვო ყველაფერი ჩემ თავში. რა ამას რძენი შეიძლება ვიყო, წარმოვიდგინო ყველაფერი რა ამას რძენი შეიძლება ვიყო და წარმოვიდგინო ყოფილვარ კიდეც და ანუ ისეთ სიტუაციებში ყოფილვარ, რომ ანუ ჩემთვის ძალიან მიუღებელია ეხლა ამ გადმოსახედიდან, მაგრამ ყოფილვარ, ისევე როგორც იმ ადამიანთვის მიუღებელი შეიძლება ვიყოს ჩემი ქსევები, ხო და ეგ მაგის დაშვებამ ყველაფრის რაღაცებს, რაღაც დონებამდე ცდამ და მე დავარდნავ და ამოყვინთავ და რაღაცნაირად რაღაცების გადაკრეფა გადმოკრეფავ რა. და ეგ ძალიან ის არის, რა ქვია. ხო მე მგონია, რომ ანუ ძალიან ბალანსია მართლა ცხოვრება რა და ანუ არ არსებობს კუნთი გაიზარდო თუ არ გეტკინა რა. არ არსებობს რაც არ უნდა მდიდარი გახდი. თქვა თუ მდიდარ ოჯახში დაიბადე რა. ის რაღაცეები თუ თუნდაც აი სოციალურ ურთიერთობების ნაწილში, თუნდაც რაღაცეებში თუ არ დაიშენე და თუ რაღაც დანაკლისი არ იგრძენი. შეიძლება ძალიან ეფექტურად გააკეთო ეგ, მაგრამ ეს ტკივილი უნდა მიიღო, ანუ როგორც კუნთის უნდა რაღაც მიაყენო, დაშალო და მე უნდა ააგო თავიდან და ეგ სტრესი უნდა მიანიჭო, ეგ სტრესები არის მისანიჭებელი ბევრ რაღაცაში. უბრალოდ სწორი ფორმით უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი და არ უნდა რაღაცა ბავშვს არ უნდა ან ბავშვზე რო წარმოვიდგინოთ, კი არ უნდა უყვირო. უბრალოდ უნდა გაუშვო, ანუ რაღაცა ხა შვედები რო აკეთებენ და გარეთ რო სიცივეში აყოფენ. იმიტომ რომ ლოგიკურია, ეგრე უნდა შეეჩვიოს, იმუნიტეტი უნდა გქონდეს. მაგრამ გაუაზრებლად არ უნდა გააკეთო რა. და ეგრე ანუ შანსი არ არის ხა ყველაზე კომფორტულია ოთახში გაიზარდო, არაფერი არ აკეთო, მაგრამ რო გახვალ სამყაროში რა მოხდება, ხო იცი რა. ამიტომ ეგ ნენელა ადაპტურად გაკეთება და სწორი ფორმით შერჩევა მნიშვნელოვანია ყველაფერში, მაგრამ ეგ ტკივილი ექნება პირველ დროში ხვალ ვიღაცამ შეიძლება დაგაბულინგოს. და მანდ რო დაგაბულინგებს თუ შენ მამა ან დედა თუ ვიღაცა სწორი ფორმით დახვდები და აუხსნი როგორ მუშაობს იმის სამყარო, როგორ მუშაობს შენი სამყარო, შენ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნება ამ ყველაფერზე, უფრო მოგეხსნება და უფრო სწორად გააგზავნებ სვლას და მიიღებ მოცემულობას, რომ ეგრეა მუშაობს სამყარო, მაგრამ ამის მიუხედავად ესე მოიქცევი და ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ შანსი არ არის ვერაირდება რა, რაღაც ტკივილებს, უბრალოდ ამ ტკივილებს სწორი ფორმით შეხედო და ეგეც გეხმარება და გათავისუფლებს რა, როგორც ხელი რომ მოიტეხო სხვა არის, მაგრამ 100 კილოიანი რაღაც რო აწიო და ეგ ტკივილი სხვა არის რა. და არ უნდა მოიტეხო ხელი და სწორად უნდა შეარჩიო, ანუ სწორი ფორმით უნდა მიმართო ის ტკივილები, რომელიც დაგეხმარება განვითარებაში, ეგრე წარმოვიდგენია რა. ეხლა იყო ეს ფილოსოფიური ნათქვამი და კარგად შევედით. ძელი კაკო ჩაირთო. ძელი კაკო ჩაირთო. იდეაში ერთი პერსონალური კითხვა მაქვს უფრო, რაც მე საქმის ნაწილში გამომადგება ალბათ რა. მე ვიცი რომ აი გუნდთან ერთად მუშაობ რა და შენი ტიპაჟიდან გამომდინარე, სულ წარმოვიდგენია რომ იქ ხარ ძალიან აქტიური ტიპი, რომ ეს არ მომწონს, ესე გავაკეთოთ. როგორ გეხმარება, ანუ ვიდეოში სხვა ტიპი რო ხარ, ზუსტად ვიცი, ანუ ის ხარ რაც ხარ, მაგრამ
ეგ ტიპი რო იყო შენ ვიდეოს კეთების დროს, როდესაც ეწყობა, დიდი ალბათობით არ იქნება ისეთი, როგორიც ეხლა ხარ რა. აქ სხვა ტიპი ხარ, წეგან თავში როგორც ახსენით რა. არა, ხანდახან ეგ ტიპიც ვარ. ეგ ტიპიც ხარ? კი. ანუ ვიდეოში რაც ვარ ეგ ტიპიც ვარ, ხანდახან მონაცვლეობა როგორია რა? ანუ კაკოში როგორ არის ეგ მონაცვლეობა? ანუ ეგ შენ ავტომატურად მიდის თუ იცი რა დროს რა გჭირდება და ანუ მიზნის მიღწევაში ეს პიროვნული ცვლილება, ოღონ პიროვნულში სრულ ცვლილებაზე არ ვიძახი რა, როლური ცვლილება როგორ მოდის შენთან, იმიტომ რომ მეც ეხა მეგობრები რომ ეხმარებიან რაღაცეებში, მათთან კომუნიკაცია თავიდან არც ისე მარტივი იყო რა. სამსახურში რომ მუშაობ, იცი რომ იმის საქმე ის არის, აქ იმის საქმე, მაგრამ YouTube-ზე ეგრე არ არის რა. YouTube-ზე კი შენ აკეთებ, მაგრამ ვიღაც რო გეხმარება, ცოტა სხვანაირად მიდის საქმე რა. მე მაინტერესებს მიზნის მიღწევაში ეს როლური ცვლილებები შენთან როგორ გამოდის. ეს ჩემი პირველი პერსონალური კითხვაა უფრო ვიდრე პოდკასტის. ხო და აი ბალანსს ვცდილობ მანდაც ვიპოვო რა. ხან ვარ აგრესიული კრეატორის კაკო, ხან ვარ ის მოთამაშე, ანუ რაღაცა ის რაღაც დაფრენავს ეგეთი კაკო რა და მან ყველას ნატურალური ვარ ალბათ, კიდევ უფრო ნატურალური ვარ, იმიტომ რომ ბუნებრივი სიტუაცია ჩემთვის დიდი ხანია ერთად ვარ და აი კიდევ უფრო ჩემი თავი ვარ რა და როგორც წაიღებს ისე ანუ და ხო რთულია ხანდახან მაგ ბალანსის დაცვა, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული დისციპლინა საჭირო რაღაცების კეთებაში და მე ის არის, მაგრამ დაშვებული მაქვს ყველაფერი, რაღაც კიდენს არ გამოცხადებული მაქვს წესები, ასევე დაშვებული მაქვს, რომ შეგვიძლია რომ აი რაღაც არ გვისწორდება, მოვეშვათ, გავერთოთ, მე ისევ დაბრუნდეთ. ოღონდ აი იმ მომენტში თუ გადავწყვიტეთ, რომ ესე ვარ, პასუხისმგებლობით მივუდგეთ საკითხს. ეხლა კონკრეტულად რომ ჩავშალო, როგორ შეიძლება ვიყო? მე ზოგადად ძალიან არ ვიცი რა, როგორ ჩანს, მაგრამ სულ გამოძრომაზე ვარ რა. ყველაფერი გავაწრებაც. ანუ რაღაც მომენტში პროსტო ვიპოვი flows და დავცხე, მაგრამ ესე რომ დისციპლინირებული ტიპი დავაი ეს ვქნა, ნაკლებად ვარ რა. უბრალოდ რაღაცა მინდა და დავაი დღეს ჩავაჭიროთ ბოლომდე. რაღაცა აი ვერ ვგრძნობ და სვა მოვეშვათ ეგრე ვარ რა. ეგ რაც აქედან მოხვედი იმის მერეა თუ სულ ესე იყავი. აი იქ რო იყავი. ეხა კიდევ ვცდილობ ბოლო პერიოდში მაგას ვებრძოლო, თორე ადრე საერთოდ ანუ ეხა ბოლო პერიოდში კიდე და კიდე უფრო ვცდილობ რომ პროფესიონალურად მიუდგე ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რა, ეგ ამბავი, თორე და მაგაში ბაბი ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ჩემი გონება აი უცებ ძალიან ყველაფერი მინდა და მე უცებ მეზარება ისე ვარ რა. რაც იქიდან წამოვედი მე მენეჯმენტიდან და აქ კრეატიულობაში შევედი, სულ ეგრე ვარ რა და ბალანსი ჯერ ვერ ვიპოვე. ეხლა მაგალითად ერთ თვეს გადავიღე 8 ეპიზოდი, მეორე თვეს 1 ეპიზოდი გადავიღე. იმიტომ რომ იმ თვეს რაღაც ნიტო ხასიათზე ვიყო. ხო ზე იყავი რა. ხო და ეგ მაქვს მეც რა, ანუ მაგრამ ხო მაგის ბალანსს ვცდილობ, მაგრამ მეზარება ხოლმე რა. ძალიან მეზარება. აი ეგ კარგი ხარეს ვნახეთ, რომ ყველა სულ იდეალური, ანუ იდეაში ხო ვაფშე ანუ სულ იდეალური კი არა. მე შრომის მოყვარეც ანუ მისწორდება რასაც ვაკეთებ და მაგიტო რა. ანუ ავიც ეს ადამიანები ვინც მყავს, მეხმარებიან იმაში, რომ ის რუტინული საქმეები, რომლებიც არ მისწორდება და მათთვის კრეატიული მხარეა, ეგენი ერთად შევკრათ და ეგ გადაკვეთის წერტილებს პოულობთ რა. მაგრამ მე რაღაც ბევრი მანამდე ბევრი წვალებით ეხლა რაღაც 3 საათში გამომდის ის რაც მანამდე ძალიან დიდი ხანი მჭირდებოდა თუნდაც რაღაც კონკრეტულ სტორის მოფიქრება თუ რაღაცა რა და ეგ მეხმარება, მაგრამ გამოწვევები მაქვს მეც რა და ეგრე ხდება რომ ხანდახან ნელი პროცესია, უბრალოდ ვუშვებ რომ ეგ მოსულა რა. ეგ არის რა. ანუ არ ვარ ჰასლერი არ ვარ რა, ანუ მიდი ჩააჭირე და მიდი გავიზარდოთ და მიდი რაღაც ვქნათ, არ ვარ რა. просто რატომაც არა ვარ რაღაც მომენტში, დავაი დავცხოთ რაღაც მომენტში, რატომაც არა. რაღაც მომენტში ვარ, ეხა გვეზარება და ეგ არის რა. ანუ იქ ივიკოსთან როგორც ვარ, მიდი ვქნათ რაღაც მომენტში, მაგრამ ეხა ხინკალი მომინდა ვარ რა. და მაგით საბოლოოდ ყველაზე მშვიდი მაგ დროს ვარ რა, რომ აი რაღაც ვიცი რომ ის ჯობია ჩემი სწრაფი წარმატებისთვის რაღაცისთვის, მაგრამ არ მინდა რომ ძალიან
დამჩაგროს რაღაც დისციპლინამ და ამ სფეროში არც უხდება ეგ რა. ზუსტად ის მინდოდა რა. მეც ეგ ანუ დისციპლინირებული ტიპი რო ვიყავი და ყველაფერს სწორხაზოვნად და კარგად ვაკეთებდი, ხანდახან ამ გადმოსახედი როცა ვეცდილობ რომ მაქსიმალურად კრეატიულად ვუყურო ყველაფერს, ის ტიპი მჭირდება რა, მაგრამ როგორც კი ვცდილობ რომ იმ ტიპის ხედვებში გადავიდე, კრეატიული ტიპი ვაფშე უკან მიდის. რა, იმიტომ რომ უკვე მე ვიცი რომ ეს უნდა ქნა, აი როგორც კი დავწერე რომ ესენი უნდა ქნა, მე ვეღარ ვაკეთებ სხვა, ანუ ვერ ვჯდები. შეიძლება ლეპტოპთან მიჯდე 5 საათი და გავაკეთო 1 საათი საქმე, მაგრამ კრეატიულად იმდენად დიდი მნიშვნელობა ქონდეს, რომ რაღაც. მაგრამ თუ დავწერ რომ აი ლეპტოპთან 2 საათი იქ ესქენი, მე ისქენი, всё, მე 2 საათი ტყუილ ვზივარ. და მაგის ის მაინტერესებდა და იდეაში ჩემთან. ხო და მე ხანდახან დაწერა ძალიან მეხმარება სტარტში რა, დაჟე აი რაღაც ჰებითების ჩამოწერა, რომ რაღაცა აი 9-ზე ადექი დილით პირველი 10 წუთი არ ჩამოსკროლე, ან პირველი 3 საათი ტელეფონი არ ქონდა, ეგეთი რაღაცები ძალიან მეხმარება ხოლმე ხანდახან, როცა ძალიან ამოვარდები, ნელა შევეჩვევი. ხო რა, ანუ რაღაც მომენტში ეხლაც რა, ანუ ეხლაც რაღაც მომენტში ცოტა რო წავედი, რაღაც ნეგატიურისკენ რო წავიდე, შეიძლება ეგრე ამოვარდე და ვიყო და მე დავბრუნდები, რომ რაღაცა მოვიგონო, სისტემა მოვიგონო, რომ ჩემი თავი დავაჯილდო და ეგეთი რაღაცები შეიძლება დამჭირდეს რა. მაგრამ მე როცა ჩვევაში მიჯდება, პირიქით ეგ შემზღუდავია ხოლმე რაღაცნაირად რობოტივით რო ხდები და მანდაც ეგ არის რა, ალბათ ჭკვიანი სულელი უნდა იყო რა, ბალანსიც უნდა იპოვო რა, ანუ ხანდახან ვაიზ უნდა მიუღრე, ხანდახან შენ ფლოუს უნდა მიხედო რა და ესე რეცეპტის დონეზე არ ვიცი როგორ კი, აი ეგ არის, მეც ეგ რეცეპტის დონეზე რაღაც მომენტში გჭირდება და გრძნობ, მაგრამ მე აი იმიტომ რომ აი გოგინსი, თუნდაც გოგინსის მაინდსეტზე რა, აი თუ უნდა ვიტანჯო სულ. თუ სულ უნდა ვიტანჯო, მაშინ რისთვის? ხო, ანუ სად არის კმაყოფილების შეგრძნება რა. და ამიტომ ხო, ხანდახან მჭირდება გათავისუფლება რა. და თან მეორე მხარე არის, რომ თუ ძალიან მოეშვები, ის შედეგები, რასაც მიიღებ, მერე ყველა ვარიანტი ცუდი იქნება და ამიტომ ძალიან აი თუ არაკომფორტულ ზონაში შევდივარ, არ ვცდილობ რომ ძალიან გადავხვდე ამ არაკომფორტულ ზონაში. ვცდილობ რომ ნენელა, ანუ საქმიანად ნენელა განავითარო, მაგრამ ხანდახან ანუ საქმეშიც და არამარტო ვიდეო ყველგან რა, ხანდახან უცებ გადახტავა მევასება ხოლმე რა. როგორც მოიტანს. როგორც მოიტანს. კრეატიულობას იდეაში იქ ხო შეჩვევია რა. შეიძლება უცებ რაღაც ისეთი თქვა, რომ იმ მომენტს არ ესადაგებოდეს, მაგრამ შენს flow-ს მომენტს ძალიან არგებს მე საბოლოო ჯამში. მაშინ ნელ-ნელა ხო და მე ნახე მეც თან კრეატივ ჩემში ორი ადამიანია რეალურად რა. აი რო წარმომიდგენია ორი ადამიანი. ძველი კაკო და ერთი ასახა. ძველი კაკო და ახალი კაკოც არა. აი მასხარა და ბრძენი. მართლა ანუ ხან მასხარა ვარ, ხან ბრძენი და ვერ აი ხო ხდები ანუ გააჩნია ფორმაც როგორ ვარ რა. თუ შეიძლება აი ესე ვარ და ხანდახან აი სერიოზულად უყვებ რატო ვარ ესე. ეგ არქეტიპები ერთმანეთს ებრძვის რა. ისეთი მომენტი ქონია რომ სადაც მასხარა გჭირდებოდა იქ ბრძენის ხასიათზე იყავი და მაგან სიტუაცია ცოტა სხვანაირად მოატრიალა? სადაც მასხარა მე მინდა რომ მასხარა ვიყო რეალურად რა. რომ დავფიქრდე სულ მასხარა მინდა რომ ვიყო. მაგრამ ხო რა, სიბრძნეც საჭიროა, იმიტომ რომ თუ თუნდაც ვიდეოში, ან თუნდაც რაღაც სახიფათო სიტუაციაში თუ ზედაპირულად შეხედე რაღაცას და მან გაილაღე რა, შეიძლება დაგერხეს მაგრად რა. და ამიტომ ეგეც სწორად უნდა გადაწყვიტო, რა მომენტში ხარ ეგრე და რა მომენტში შეამცირო და რა მომენტში ესკალაცია მოახდინა სიტუაციის, რა მომენტში დეესკალაცია მოახდინა და რა მომენტში ხარ შენი თავი ეგის განსაზღვრა და შემდეგ. ანუ ეგ ბრძენობა კაია მაშინ, როცა საღამოს წვევი და ფიქრობ და რაღაცა და ისე ცხოვრებით მირჩენია რომ ამაზონის წინარეში გადახტი ახლა მან რო ბრძენი მან რო ყოფილიყავი ჩაფიქრებული აი მან ეგაი რომ აი ხო ხარ რა ეგრე ხარ უკვე რა და სულ გადაწყვიტე რა მიიღე გადაწყვეტილება და ხარ ეგრე მე მგონია რომ ეგ ძალიან ეგეც ძალიან ცვლის აი აი ახლა ესეთი ხდები რა აღარ რაციონალურ კითხვებს აღარ სვამ აღარაფერი და ჩემი ვიდეოები რაც არის გადაღებული სულ ეგრე ვარ რა ანუ გადაწყვეტილი მაქვს რომ ბევრად უფრო არხიანად შევხედავ ცხოვრებას
გადაღებელი სულ ეგრევა რა. ჩემი ედიტი ყოველთვის პირიქით არის. გადავწყვიტე რომ ფერად სერიოზულად შევხედავ ამ პროცესს რა. და ეგ ბალანსი ძალიან მეხმარება სხვათა შორის. მე რო აი დავდოთ ამის დედაცვატი რაც იქნება ეგრევე შევხედო, კაი ვიდეო არ გამომივა ვიცი, მაგრამ მე რო შევხედო რომ ეხლა ძალიან ჭკვიანურად ეხლა უნდა დავგეგმოთ გველი რომ ამოვა იმ კურაკურსით კატკუთხე დამიჭერე რაღაცები ეგრევე შევხედო, ეგეც არ გამომივა და ეგ კონტრასტულად ისევე ძალიან მეხმარება კაი ვიდეოები გამოვიდეს რა და კაი თავგადასავლებიც მქონდეს და მე ეგ თავგადასავლებიც სწორად მოყვე რა. ეგ ჩანს იდეაში რა, მაგრა ჩანს, ანუ ვიდეოში თუ ვინმე ესე ღრმად უყურებს და ედიტინგი ასე თუ ისე ესმის, უკვე ძალიან ჩანს რამდენად სერიოზული ნამუშევარია ვიდეოზე რა. და მან დრო შენ ისეთი ტიპი იყო სულ არასერიოზული როგორც ვიდეოში ხარ, ეგეთი სერიოზული ვიდეო, ანუ იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე შუაში კითხვის დასმა, მერე პასუხი, თავიდან ამოსვლა და ასე შემდგომ, მაგიტო უფრო ველოდებოდი ჩაჭერას რა, მე მაგ კრეატორში რომ მოვედი, ძალიან ველოდებოდი რომ მეთქი ვსო, აი და თავი დაბნეული ვიყავ, მე 4 საათი რომ ველოდებოდი და ვიგრუზე და შემოვედი და მეთქი ვსო ჩამაჭერე და ძალიან არხეირად მოვედი უფრო რა, რომ მეთქი კაი ვერ გადავალ არა უშავს რა. და ანუ ველოდებოდი რომ შენ კრიტიკული იქნებოდი რა და იმ დღეს არ იყავი, მაგრამ სხვა ეპიზოდებში რო იყავი, მე ძალიან კარგად მივიღე, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე კარგად ვიდეოს ალბათ ეგ რგებს დადებამდე. ჩემი ხო, ჩემი მასხარაობა არაფერში არ დაეხმარება იქ რა. როცა מחარაც არსებობს მან რა. მან מחარაც არსებობს. და ანუ აი შენ ვიდეოებში ეგ სერიოზული ტიპი რო ხარ. მაგრამ מחარაც ეგრე არის მათ შორის, რომ რავი, ანუ ძალიან სერიოზულიც არის ხოლმე. უბრალოდ ხო იმ ბოლო ეპიზოდში ბაბუავის რო დაისვა, იქ ისეთი ტიპი იყო ვაფშე, რომ ვერ იცნობდი. 5 წელი თუ 6 წელი ეგეთი არ მინახია რა. იცი რა მაინტერესებს, ნელ-ნელა რომ მივიდეთ ფინალისკენ, შენი ტიპაჟი სხვადასხვა რაკურსით იდეაში განვიხილეთ რა. რადგანაც ნიკაზე ვსაუბრობდით და ვიღაც ეხლა იქით კამერას იქით ეს ვიდეო რო დაიდება იჯდება, ვისაც იქნება ხალხი ვინც შენ გიყურებს, იქნება ხალხი ვინც ამას როგორც ჯანმრთელობის პოდკასტს ისე უყურებს და ალბათ ყველასთვის საერთოდ სხვა რაღაც იქნება აქ, სხვა რაღაც დახვდება ვიდრე ელოდებოდა და იქნება ტიპი ვინც კაკოს უყურებს როგორც აი ყველაზე მაგარი იუთუბერია და კაკო აი ყავს ეგეთი პატარა ბავშვები, ვინც კაკოს ვიდეოს უყურებს, ან თუნდაც სხვა იუთუბერებისას და გონიათ რომ დიდებიზე არ არის, დიდებიზე არ მაგარი. დიდები ხო უფრო ვიდეოს სხვანაირად უყურებენ და ეხ პატარას რო კითხავს, კაკო არის ვიღაცა მთვარეზე გაფრინდება ცოტა საინტერესოა. ალბათ, არ ვიცი, მაგათთვის ეგ ცოტა ისეთი შეუძლებლად აღიქმება ჯერ კიდევ რა. და დიდებისთვის შეუძლებელი იმიტომ არის, რომ თვითონ არ შვებიან და ეზარებათ ადგომა. ჩემი დისთვის ეს პოდკასტი ცოტა აი პატარადისთვის ძალიან რაღაცა არის და კაკოს ვიდეოებსაც რო უყურებს გონია რომ აი პირველად რო უთხარ რომ კაკოს ველაპარაკები მეთქი ორი დღე არ ჯეროდა რომ საერთოდ ეგონა რომ როგორ შეიძლება კაკოს მიწერო ადამიანმა რა ხელი როგორ შეიძლება დაადო რა და მე პირიქით ვარ ხოლმე ვერ აღვიქვამ როგორ შეიძლება ადამიანები ეგრე უყურებდნენ და მაგ ყველაფერს ხო ეხა ნენელა ვეჩვევი რა ანუ ვეჩვევი რა იმას კითხავ რომ ადამიანის აღქმა უცებ არ მგონია რატო უნდა ვიყო ეგეთი სხვაგან რატო უნდა ვიყო და მაწუხებს კიდეც რა ანუ სიმართლე რო გითხრა უცხოეთში რაღაც მომენტში მაგიტო ანუ არა საქართველოში იმიტომ კი არ მისწორდება მარტო ვიდეოების გადაღება რომ სხვა გარემოა ეგეც დამატებით ის არის მაგრამ იმიტოც რომ ჩემგან მოლოდინი არ არის რა რომ აი რაღაც შენ განსაკუთრებული ხარ ჩვეულებრივი უბრალო ტიპი რო ვარ ეგ ძალიან მისწორდება რა და მაგ იმაში არ შევდივარ რომ აი მე უნდა გავამართლა ეხლა თუ რაღაცა ეგ ფიქრები მერთვება ხოლმე მაინც რა ხო აი და ეგ ხო რა მაგრამ ნენელა არ თვითონ ხედავ რაღაცნაირ ანუ თითქოს ბარიერია რა ადამიანების რაღაც ნაწილს და სხვებს შორის ვინც იღებს ჯერ კიდევ ის ბარიერი რომ ტელევიზორში რო ჩანხარ, რომ ნორმალური შეიძლება იყოს, ბოლომდე არ არის გარღვეული, მით უმეტეს ბავშვებისთვის. ალბათ მშობლების გადმოსახედით, იმიტომ რომ ეს მამაჩემის და ბებია. ხო, მაგრამ თან ლოგიკურად მესმის ახლა და ემოციურადაც ახლა მე რომ მახსოვს, რომ აი მომღერლები შენ რამდენი წლის ხარ? მე ვარ 27. ხო, აი თიკა ჯამბურიას ძალიან მივასებოდა მაგალითად ბავშვობაში რა და აი ეგ რომ წარმოვიდგინე რომ მახსოვს რომ ერთ თქვა ჩემ სკოლაში აპირებდა რაღაცაც იმის რაღაცა სიმღერას მეთქი ვაი მე რა მაგარი იქნება ნახავ და რაღაცა და ალბათ მაგან სახედან იგივეა რა ბავშვებზეც და ძალიან ისე უცნაურია ხოლმე მაგრამ
ეგ არის რა და ხო, მაგრამ მაგარი, ეგ ის არის მაგარი, რომ იქამდე თუ იძახდნენ, რომ მე მინდა რომ ვიღაცა ეს ვიყო და რაღაც ჰოლივუდის ვიღაც სუპერგმირი იყო. ეხა ბევრში მომენტია, რომ აი იუთუბერებს რო უყურებენ, მინდა რომ აი კაკოსავით აქ წავიდე რა და ეგ მომწონს, რომ ბავშვებს ხო და მე არ მინდა რომ ეგ ის- კაკოსავით აქ წავიდე, მე მინდა რომ რა- ჩემსავით შეხედონ ცხოვრებას რა. და აი ეგ მინდოდა არმია გავაჩინო მე მინდა რა. MMS-ი გავაჩინო რა. ხო და ეგ იდეაში იხარშება ეგ ყველაფერი რა და ცოტა ხან შედეგს ანუ დადებს რა და დარწმუნებული ვარ რომ ის ბავშვები რომლებიც აქტიურად უყურებენ შენს ან სხვების კონტენტს რომლებიც ხარისხიანად მუშაობენ ამ ყველაფერზე არ მაქვს ყველაზე საუბარი იმიტომ რომ ეთყობა ვიდეოს ვინ მუშაობს იმისთვის რომ უყურებ უნდა რომ შენ სიამოვნება მიიღო და პროსტა გადაღებული არ არის რა ეგ ბავშვები რომლებიც ეხლა უბრალოდ უყურებენ კაკოს როგორც ვიღაც მიუღწეველს ნელ-ნელა იმ ასაკში შევლენ რომ ნაბიჯებს გადადგავენ რა შეიძლება მობეზდე კიდეც, მაგრამ მე ეგ მინდა რომ ხო მაგრამ არა მარტო ადგილი და არა მარტო რაღაც გველით დაჭერა და რაღაცეები, აი ჩემი მაინდსეტიც როგორია, აი ზუსტად ეგიც გამოვაჩვენე რა. ქვეცნობიერად მაგასაც ხო დაიჭერენ უეჭო რაღაც ხო, რაღაც პერიოდის რაღაც მერე რა. პროცენტი ეხა ბავშვისთვის ალბათ ძალიან ზედაპირული იქნება რა. რაღაც შეიძლება ხო ქვეცნობიერად და ემოციის დონეზე მიხვდეს რაღაცეებს, არ ვიცი, ვერ ხვდები მაგას, მაგრამ ხო აი ხა რაღაც რა შედარება შეიძლება გავაკეთო ან როგორ აღვიქვა რა პატერნინგი შეიძლება გავაკეთო, ეგ შეიძლება მაგას ვერ მიხვდება რა, მაგრამ საქართველოს ახალი YouTube-ის თაობას მაგრამ ეგეც არის ხო რა. რაღაც ხალხს მოლოდინი აქვს რომ შენ ჩვენთვის აკეთებ რა და არ მინდა რომ თქვენთვის ვაკეთებდე, მართლა ჩემი თავისთვის მინდა რომ ვაკეთებდე და მინდა რომ ჩემნაირად ვინც მე როგორც აღვიქვამ სამყაროს, ეგეთი ფიქრის მანერა დავაკოპირო. იმიტომ რომ მე მგონია რომ ეგრე მუშაობს სამყარო და რაც უფრო ეგრე მომუშავე ხალხ, შენთან კომუნიკაცია იმიტომ მიადვილდება რომ ეგრე ფიქრობ, ანუ მსგავსად ფიქრობ რა. ვიღაც ცნობთან კომუნიკაცია იმიტომ არ გამისწორდება, რომ სხვანაირად ფიქრობს და ის ჩემ სამყაროს გააფუჭებს რაღაცნაირად რა. და მე ვაფშე არ მინდა ეგრე რომ რაღაცა მე თქვენთვის ვაკეთებ ხალხო და მე რაღაც სკოლაში თუ ჩავრთავთ მე ეგრე მაშინ უძდელ სიტყვას არ ვიტყვი და შევიცდები არ მინდა ეგრე და ძალიან ვიბრძვი რომ და როცა იზრდები თან მეტი პასუხისმგებლობა ჩდება მეტ ადამიანთან გიწევს თანაკვეთა და რაღაცების ფილტრის შეიძლება დაგჭირდეს არ ძალიან ბევრი რაღაცეებია და ძალიან ბევრი ბრძოლა გიწევს რომ შენი თავი დარჩე რა. აი ხა მართლა ხო წარმოიდგინო რომ $15,000-იან კრუიზში ხარ და ეს შეიძლება შეირიგო და დატკბე ფუფუნები და დააკვირდე რაღაცებს, უცებ შეიძლება ვიფიქრო რომ ვა რა მაგარი ტიპი ვარ და რაღაცა, მაგრამ ვერ რო იაზრებ რომ ისევ ისეთი ხარ, უბრალოდ დააბრუნო შენი თავი ეგ მდგომარეობაში, ეგ არის მუღამიც რა და მაგას ვამბობ რომ არ მინდა რომ მაყურებელმა მე რაღაც ანუ ბრძენი ვიყო, ანუ აქ შეიძლება რაღაცები გავაზიარო, რაღაც ინსაიტები, ვინც მართლა დაინტერესებული ამით, მაგრამ თუნდაც ის რომ მოლოდინი შექმნას, რომ აი შენ ესე უნდა იქცეოდე და ესე უნდა მასწავლო რა, მე მინდა რომ ავი ანუ რაც მინდა ის რაც მე მინდა ის ვაკეთო და თუ ეს რასაც ვაკეთებ ხალხისთვის საინტერესოა მიყურეთ თუ არ არის საინტერესო ვიპოვი გზებს რომ ოდნავ უფრო საინტერესო გავხადო, მაგრამ იმის ხარჯი არა რომ ჩემი თავი შევიცვალო რა. ეგ არის ამბავი და მაგიტო მევასები YouTube-ი რომ მან ფილტრი არ გაქვს რა, შენ გადაწყვეტ, შენ გუნდსაც შენ გადაწყვეტ, შენ ატვირთვის თარიღსაც შენ გადაწყვეტ, რომელი სპონსორთან გინდა ურთიერთობა თუ წარმატებული ხარ მერე უკვე შენ გადაწყვეტ და ამ ფინანსებით რაც შემოდის, რა უნდა გააკეთო, მაგასაც შენ გადაწყვეტ და როგორ შენ წერ, შენ წესებს, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცას ითვალისწინებ, რომელიც მაინც მოგიწევს ახლა ფილტრში გაატარო გინდა არ გინდა და სულ ხო, მაგრამ რაც უფრო მეტი გაქვს იარლიყი, მერე უფრო ისა და ეგ იდეაში მერე შენ კონტენტს, რომელიც უფრო სხვანაირია, საერთოდ სხვანაირად უჩვენებს საზოგადოებასაც თითქოს თუ იარლიყებს ყველას ეცდები რომ მოერგო რა. ხო არ უნდა ქნა, ჯერ ერთი დაკარგავ შენ თავს, მერე რა არ გჭირდება რა, ანუ არავის არ ჭირდება ახალი რობოტი რა, რეალურად რა. ყველა ნებისმიერ რაღაც იმ წესებს კრეატორშიც თუ ყველგან იმიტომ ხსნით, რომ რაღაცა დაამუღამო, ისწავლო,
ისწავლო წესები და მე შენი წესები შემოიტანო მართლა, მაგრამ თავიდან როცა არაფერი არ იცი და ძალიან გამოუცდელი ხარ, ეგ ჭირდება რომ შეხვიდე მაგ მდგომარეობაში რა. მართლა ახალი რობოტები და ერთმანეთის ანუ ინდივიდუალური ტიპები გვჭირდება რა. უბრალოდ მე ჩემი ინდივიდუალიზმის სწორი სტორითელინგით თუ გამოვხატავ, უფრო მეტი მასშტაბი მექნება და უფრო მეტი შეიძლება რომ ჩემი ინდივიდუალიზმი სხვა სიტუაციებში გამოვცადო, ჩემი თავი ბევრად გავზარდო და ამით კიდე მეტი ინსპირაცია მივცე აუდიტორიას და არა ის რომ ხალხო ეს გისწორდება ჩემგან, მოდი სულ ამას ვაკეთებ. ტრანსფორმაციის გზაზე რომ რაღაც აი ვიცი რომ ბრინჯი და ქაშაყი არ მევასება და აღარ შევჭამ და არაფერს არ შესვლის თუ რაღაც სკას პროტეინიანი პური გამოვიძახე ეგ მევასება, ეგრე არის კონტენტშიც რაღაცების გაფილტრვა, ცხოვრებაშიც რაღაცების გაფილტრვა. ადამიანების ურთიერთობაშიც ვინ გართმევს ენერგიას, ან წარმატებაც ეგ არის რა. ადრე მართლა მე მახსოვს მომენტი, როცა Range Rover-ი მყავდა ლომბარდში და არ ვყიდი, იმიტომ რომ მეგონა რომ რას იფიქრებს ხალხი ჩემზე, რომ ეხა ეს გაყიდა რა. და ადრე ყოველთვის მეგონა რომ წარმატების აუცილებელი საზომი იყო ნივთები, ან მანქანები, ან რაღაცა, მაგრამ მე გავიაზრე რომ წარმატების საზომი პირიქით ნაკლები ტვირთია რა, რაც უფრო ნაკლები ვალდებულება გაქვს, ნაკლები ასახსნელი გაქვს, რაც უფრო ბოლომდე შენი თავი ხარ და შენ რაც გინდა ეგ გაქვს რა, და რაც უფრო მეჯერ ამობ თუნდაც უარს, ამ შეგიძლია რომ კაცრად თქვა უარი, ეგ არის შენი ანუ წარმატება არ არის რაღაც მილიონერი სახლის წარმატება არის რომ დილით ადგე და კმაყოფილი იყო და კონდეს დრაივი რომ რაღაცა გააკეთო რა. და ეს თვითმოყოფილების შეგრძნება მიყვებოდეს და მიყვებოდეს ბოლომდე და ეგ სახლი და რაღაცები მე ავტომატურად მოყვება, ატრიბუტი შეიძლება გახდეს, შეიძლება რაღაც თავიდან არა, მაგრამ მე კი. მაგრამ ეგ თვითმიზანი ალბათ არ არის რა, ხო და ეგ ვარჯიშიც ეგ არის საბოლოოდ, რომ სადღაც პროცესი თუ არ დაიწყე, იქ მე მიხვალ იმწანო და მე ისე გადმოხვალ. სახლი რო თვითმიზანია, მე მგონია რომ პროცესი საერთოდ არ იქნება სასიამოვნო, იმიტომ რომ ორიენტირი გჭირდება, ხო ალბათ ორიენტირი ყველა ვარიანტი გჭირდება, რომ რაღაც საით მიდიხარ, ანუ მილიონი გამომწერისკენ მიდიხარ თუ ჩილაობ პირობითად რა, ეგ ორიენტირი გჭირდება, მაგრამ იმ გზაზე როგორ აკეთებ და რას აკეთებ და რა არის შენი, რა არ არის შენი, ეგ აუცილებელია იმ გზაზე ტკბობას მუღამი უნდა გქონდეს რა. თორე ახლა დარწმუნებული ვარ თუ ოდესმე მივაღწევ და აუცილებლად მივაღწევ მილიონი გამომწერზე, არ ვიქნები რომ ანუ კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ ვიქნები ალბათ რაღაც ახლა 1.5 მილიონზე როგორ ავიდე? ორი კვირით ვიქნები. არ შეიძლება არც ვიყო და შეიძლება არც მქონდეს თვითმიზანი, მაგრამ ის რომ მიხვედი და всё, ან როგორც ახლა სულ გვაქვს ეგ დოპამინი გვაქვს რა, რაღაც სანამ მანქანას იყიდი, ვაიმე მანქანას ყიდულობ რაღაცა გონია რაღაცა და სამი ის არაფერი არ არის და ეგრე არის ყველაფერზე და მნიშვნელოვანია რომ ეგ ჰორმონები სწორად დავაბალანსოთ რა. უნდა მეკითხა ეს ბოლო კითხვა არის ხოლმე ჩემი ყოველთვის რომ ეს რჩევას რას გაცემთ მეთქი, მაგრამ ისევ ბავშვებს მიუბრუნდები რა, მათთვის რომ შენ ხარ ეს კაკო და კაკოს რომ ამბობ, უმეტესობა ვინც YouTube-ს უყურებს, ხვდება რომ აი კაკო რა. არ მინდა რომ ზოგადად ყველა მაყურებელს მივმართოთ და უთხრათ რამე რა, იმიტომ რომ მგონია რომ ისინი უფრო მეტად გაგიგებენ და მიიღებენ სწორ გამოცდილებას და მაგიტო მინდოდა შენთანაც შეხვედრა რა. რას ურჩევ არა? ან რამე გამოთქმა და რამე ბრძნული გამოთქმი არა, ხო, იმ ტიპებს, ვინც შეიძლება 15 წლის იყოს, 17 წელი, ანუ ტიპი, ვინც ეხა ადგება გზას რომ რაღაცას უნდა მიაღწიოს, ისეთ გზას რო არ დაადგეს, რომ Range Rover-ი არ გაყიდოს, თუნდაც იმის გამო, რომ ხალხი რას იტყვის რა. აი მიზანს რო სწორად მიაღწიოს, რა უნდა გააკეთოს, ამას ვილაპარაკეთ, მაგრამ მოკლედ რო უთხრა პირდაპირ რა. ბევრი კითხვები დასვას საკუთარ თავთან და როცა დასვამს კითხვას და რაღაც დონეზე ოდნავ ჯობია რომ ესე შენი გააკეთოს და აი მართლა გაბედონ იყვნენ სულელები თუ ეგრე გრძნობენ რა ვიღაცების თვალში, ბებიის თვალში, დედის თვალში, ანუ იმიტომ რომ ეს წესები რაღაცა
10 წლის 15 წლის წინ რაც მუშაობდა ეს წესები ახლა არ მუშაობს იმ ადამიანებისთვის რომლებიც გაიზოლებენ უნივერსიტეტში ჩააბარო არ იციან ვერ წარმოუდგენთ თქვენერ საყუროში გაიზარდნენ და ვერ წარმოუდგენიათ რომ ის რაღაც ჯემინაი მაგ შეჭამს შენ ლექტორებს რა პირობითად რა და მე სტანდარტულზე ახლა რაღაცა იქ რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული იმ უნივერსიტეტებზე არ ვამბობ რა და მიყევი დააკვირდი ამ პატერნებს რა ხდება ცხოვრებაში როგორ იცვლება სამყაროს და ნუენდობი ისეთი ადამიანების გამოცდილებებს რომლის ცხოვრებას არ გინდა რომ გქონდეს რა და რომლისნაირად აი მართლა ეგ არის ახლა ჰორმოციანოს ხოლმე მაგას სხვათა შორის რა ანუ იმისგან მიიღე რჩევა ვისნაირი ცხოვრებაც გინდა რომ გქონდეს და თუ დედაშენი არ არის ეგეთი არ უნდა მიიღო ეგ რჩევა რა თქმა უნდა გაითვალისწინო რა თქმა უნდა დააფასო მაგრამ მას ის სხვანაირ რეალობაში გაიზარდა და შენ უნდა გადაწყვიტო შენ რა გაწყობს და მართლა გაბედე იყო სულელი იმ ადამიანების თვალში რომლებისთვისაც სხვანაირად მუშაობს სამყარო ცადე რაღაცები და რაღაცები ნენელა დაალაგდება. ჩემ შემთხვევაშიც რა რაღაც პროგრამირებასაც სწავლობდი, იმასაც სწავლობდი, ძალიან ბევრ რაღაცას და რომელიც აი ხა სკილების დონეზე მეხმარებოდა, უბრალოდ მართლა არ გაჩერება მნიშვნელოვანი და მაგ გამბედაობის ქონა, რომ შეიძლება რაღაც მომენტში სულელად აღგიქვას ვიღაცა. და ეგრე იყო, ახლა ჩემ შემთხვევაშიც თუ შეადარებ მე რავი, ან ხანგრემინა წამოსა სისულელე იყო თეორიულად. ანუ რატომ უნდა წამოხვიდე, როცა არხი რომელიც იზრდება, ახალ შესაძლებლობებს ერთად მუშაობთ რაღაც ახალ განვითარებაზე, რატომ უნდა წახვიდე, რატომ უნდა მიატოვო, თუ მიდიხარ, მაშინ რა სისულელეა დამოუკიდებლად არხის დაწყება და თან მით უმეტეს რო იწყება, არაფერი დიდი არხით არის, ანუ არაფერი სკილი არ გაქვს განსაკუთრებული და რა სისულელეა. ან ნებისმიერი რა ვაფშე იუთუბერების დაწყება რა სისულელეა მაგ პერიოდში რა. ეგეთი რაღაცეები რა, თუ გრძნობ და გონია და მომავალს უყურებ, რომ ეგრე მიდის სამყარო, შეიძლება შენი გამოცდილებით არა, შეიძლება ვიღაცამ გირჩიოს რაღაცა, უბრალოდ გააკეთე რაღაცებს მაინც ისწავლე ყველა ვარიანტში, გადადგე ეგნაბიჯი და გაერკვევი რა, ანუ ჩვეულებრივად, როგორც მე ხა ძალიან მეშინოდა ცურვის თავის დროზე და რაღაცნაირად საბოლოოდ რო ვისწავლე, ეგ არის რა, უნდა გადახდე და იფართხალებ, დებილი იქნები, მაგრამ გასწავლის რა. და ეგ ან მე მათ შორის ახლა თუნდაც დამოუკიდებელ არხის დაწყებაში ის დამეხმარა რომ საქართველოში არ ცხოვრობდი და გარემო მაგ ხელაგავლინას ვერ ახდენდა ჩემზე რა ანუ მე პირდაპირ ფიდბექს ვერ ვიღებდი ვიღაცისგან რომ აუ რეებს აკეთება რატომ მიდიოდი და რას აკეთე მაგალითად რა და ეგეც რა ანუ მკაცრად გადაწყვიტე რომ შენი გარემოც ვინც არის ცუდი ჩვევებისკენ გეკაჩება, რომელიც რავი, ანუ გაზიანებს დაბოლილი ხარ, ანუ უხასიათოდ ხარ, უენერგიოდ ხარ, მაგრამ ეგ არის გარემოცვა და ეგრე არის, თუ გეხმარება რა. თუ რაღაცას დაიწყებ და ჩემა რას აკეთებ, გამოყლებდი, ეგ მაგას თუ გეუნება, უნდა დაფიქრდე, რომ გიღირს მაგ ადამიანთან ურთიერთობა, ან როგორი ანუ ეგ ხა შეიძლება ხო ხდები ანუ თუ ჯაჯავს იმენა და რაღაცნაირად ხევს სხვა ამბავია და თუ გეღადავება ეგ კიდე სხვა ამბავია მაგრამ მაგაზეც უნდა დაფიქრო გიხრის მაგ ადამიანთან ურთიერთობა შენ და შენი წარმატების გაზე ეგ მნიშვნელოვანია თუ არა და ხო რა ეგ ყველაფერს ახლა რომ უცებ შევაჯამოთ მაინც სანამ საქართველოს ბანკია ჩემს მოსვარი ჯერჯერობით არ გაჩერება თავარი და ხო და ეგ არის რა იცი რა არის ხო კიდე ანუ წესების ნებისმიერი რა ანუ არ არის აუცილებელი რომ შენ განვითარებაზე ყველა წესი არ არის ორიენტირებული რა ანუ სურვილი რა არის შენში ეგეც უნდა გაარკვიო რა იმის თუ შენი ოჯახის წევრის სურვილი ის არის რომ შენმა მისმა მეზობელმა რაღაც არ თქვას მასზე მაშინ არასწორია რა ანუ გაფერხებს თუ შენი თუ წესი ის არის რომ რაღაც ტროტუარზე დგომას გიგზავნოს მაგალითად რა აუცილებლად ლოგიკურად უნდა დასვეკითხვა ეს ეხმარება რამეს არ ეხმარება თუ რაღაც იმისთვის არის რომ უფრო მეტ კომფორტში შეიყვანოს კონკრეტული ადამიანები რა ხო და ეგ არის მნიშვნელოვანი რომ კითხვების უდასვა რა
კითხვები დასვა და გადადგა ნაბიჯი და აღმოაჩინა რომ აუ სისულელე მიქნია და მე კიდე დასვა და მე იმ მომენტში არ გაჩერდე და სულ შეამოწო მე შენი თავი რა. მიხარია პირველ რიგში ის რომ თითქმის ყველაფერს გეთანხმები. იმიტომ რომ თითქმის ყველაფერს იმიტომ ვიძახი რომ ბევრი რაღაცა რაზე საუბარსაც ვერ ვასწრებ, თორე ეხა რაზეც ვისაუბროთ ყველაფერს გეთანხმები რა. ჩემ შემთხვევაშიც და ჩემს რეალობაშიც ეგრე იყო. რა დროს YouTube-ი ხო და უნივერსალურია ხო? რაღაცა. ხო, აი და სტაბილური სამსახურიდან როგორ მიდიხარ და რა შვები და ცოლი მოიყვანე ჩვენ ყველას გვყავს და რაღაც და ანუ როცა ეგ ინტერესი არ აქვს ამ მომენტში რთულია რომ ხო ანუ ეგ უნივერსალური არც ეგ არ არის სტაბილური ანუ თუ არ გინდა თორე რატო არ მოდი ჩემთან სტაბილური იდეალურ სტაბილურ სამსახურს დაგახვედრე მართლა კომფორტულს და იდეალურს და ანუ ეგ სცენარიც არის რა და ანუ უბრალოდ თუ გაწუხებს და თუ სხვანაირად გინდა და თუ სხვანაირად წარმოგიდგენია ეგ არის რა მაგრამ თუ რაღაცა მართლა ეს ანუ სამსახურს და სამსახურს ეგ სტაბილურის თუ არ განვითარებს ეგ სამსახური რა აზრი აქვს მაგ სამსახურში ყოფნას რა თუ ახალ გამოწვევებს თუ არ იზრდები თუ ახალ გამოწვევებს არ ეჯახები თორე რავი ანუ ვინ შეიძლება ვთქვას უარი რაღაც Apple-ში სტაბილურ სამსახურზე პირობითად შეიძლება საინტერესო ჩხერდეს და რატო უნდა იყო მაგალითად ჩინეთიდან მის რაღაცები ჩამომტანი რა როცა შეგიძლია რომ რაღაც ფილმზე იმუშაო და ფილმის მაგარი ედიტორი იყო რა ეგ სტაბილური სამსახური და ეგ რო ის კულტურა რო რაღაც ფრილანსინგს მიაწექი და შენი ბიზნესი მოხდე და რაღაცეები ყველას არა აქ ეგ არც სურვილი ანუ ვიღაცას უნდა რომ ხატოს ვიღაცას უნდა რომ ისკნას უბრალოდ თავარი რომ ეგ დასვა კითხვები რომ ის გისწორდა თუ ეს რა ფლოუში რას შეყავხარ ეგ არის მე სტაბილური სამსახური თავის დროზე მაგიტომ მინდოდა რომ ეგრე დამაჯერა საზოგადოებამ და არა იმიტომ რომ მე ეგრე მეგონა და ეგრე გრძნობდი და მე აღმოაჩინე რომ ხო არ მინდა ეგრე. მირჩევნია რომ რისკო რაღაცები და მირჩევნია რომ მეორე დღეს არაფერი მქონდეს ვიდრე გაწერილი ის მქონდეს რა სცენარი და მეტი თავისუფლება მქონდეს. მეტი თავისუფლება და მეტი რისკი მქონდეს რა. მაგრამ ყველა უნივერსალური არ არის ეგ. და ეგ არ მომწონს ხო სიმართლე რომ გითხრა ეგ არ მომწონს რომ მიდი დავაი წამოდი ანუ ყველა სხვადასხვა ინდივიდუალური მიდგომა აქვს უბრალოდ ჩვენსაც ვამბობთ სხვადასხვა რეალობა აქვს იდეაში თორე პასუხისმგებლობაა ეხა ისეც რა ისეც ხო ის არის რა ანუ რაღაც პოდკასტი უნდა დადო ადამიანის შენ თავისუფალი არ ხარ მაინც ხო ანუ შენ რავი ანუ სტუმარი რომ მოდის იმას რაღაცა პატივისცემით უნდა მოეყო რა ისქნა რაღაც კონკრეტული პასუხისმგებლობა ყველაფერს მოყვება რა და ეგ შეიძლება მაგხელა პასუხისმგებლობის აღება ან მაგხელა რისკის აღება არ გიღირდეს და შეიძლება არც გქონდეს სივრცე რომ ეგრე გაიზარდო აი შანსი არ არის იგივე საქმეებს ვერ გააკეთებ შენ თუ მართლა ჩინეთიდან რაღაცეები შემოიტანე ვიდრე ამაზონის რაღაცა ოპერაციების ჰედი იყავი რა იმ ხელმასშტაბებთან შეხება არ გექნება ხო და ყველას თავისი არჩევანი აქვს მაგაზე უბრალოდ მართლა კითხვები უნდა დასვას და რა მოგწონს რა არ მოგწონს და როგორ რა შეცვლიდი და რას არ შეცვლიდი და რას გააკეთებდი ისე რომ ხო ისე რომ გააგზელო გზა ისი არის რა მნიშვნელოვანია და ეგ რო არ შეგაფერხოს ვიღაცეების ანუ არ არსებობს რა რეპუტაცია ეგრე ის არის ცვლადია რა რაღაც რეპუტაცია გაქვს მე შეიძლება არ გქონდეს და თავარი რომ გაუძლო რომ რაღაც მომენტში იყო სულელი და შეეწინააღმდეგება იმას რაც გონია რომ შენი მთლად არ არის რა და მე რიპოვე რა არის შენი იდეაში ბოლოს გავედით ეს ფილოსოფიურ კაკოსთან და ძა გავიხარდა იმიტომ რომ ეს ჯიგრული კაკო შევიცვალე მაინც ხო და ეს კი მაგრამ ქონდა ყველაფერი არ მინდა რა მიჩვენია რომ პირველ რიგში სასიამოვნო შეხვედრა იყო იმიტომ რომ სამივე ჭრილზე ვისაუბრეთ რა ჩემი თავარი მიზანი ეგ იყო რომ როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა და ჩვეულებრივი ადამიანი იყავი Hungry Man-ში რო გნახე იმაზე რამდენიმე თვით ადრე ალბათ რა არხი რო დაიწყეთ ასეთ დროში მიზანს რომ მიაღწია სამივე ჭრილში როგორ მივიდეს და რა აზროვნება სჭირდება შეიძლება უნივერსალურია შეიძლება ყველა მიცის მაგრამ ვინც არ იცის ან ვისაც აინტერესებს კაკოსთან როგორ მუშაობს ხო ან მე არ მithkoms იმაზე მეტი ვიდრე ვინმეს უთქვამს ალბათ რა უბრალოდ მაგრამ ვინც გააკეთა იმ ადამიანისგან თქმა უფრო რეალურია ვიდრე ვიღაცამ რომ უბრალოდ თეორიები თქვას შეიძლება წავიკითხო წიგნი და მეც თქვა მაგრამ იდეაში მე მერჩვენა რომ შენთან კომუნიკაციაში დადასტურებული ყოფილიყო რა ძალიან დიდი მადლობა